დილამშვიდობის დიმა ჩქარა საათი რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სულ რაღაც 11 საათი და 18-ის 19-ა. ვა, რეკორდული დღე. ეს ადრე მე მგონი ჩვენ არ დაგვიწყია დიდი მადლობა ქრონიკას. მაგრამ მაინც შეიძლება შუადღემშვიდობის და თქვა იმათთვის, ვინც შესავით ძალიან ადრე. მაინც აიღა 5 შუადღე არის ჩემთვის. არა, დიმა გახსოვს, თავიდან ჩვენ გავდიოდით ეთერში 11 საათსა და 20 წუთზე ზუსტად. ხო, გვინდოდა უბრალოდ. ხო და 50 წამი დაგვაქვს და. ხო. მაგრამ ნუ პრინციპში 11:20 არის დასაწყისი იდეაში. და ასე რომ არაფერს საგანგაშოს ვერ ხედავ, ვერაფერს მაგას. კარგი, მე რაში ვხედავ, იცი საგანგაშოს, აი არაჩვეულებრივი ხასიათზე გავიღვიძე. მე მიყვარ ზოგადად დილა, მართლა მიყვარს. ხო, ვიჩხუბეო საგან მიხარი. ხო და აი გითხრა ახლა. რაღაცა ჩემი გეგმები პატარა ჩამოვწერე, მიყვარს პედანტი ვარ, როდესაც ყველაფერი განაწილებული. ასრულებ მე თორე ჩამოწერა რა თქმა უნდა და გამოვედი სახლიდან, პირველი რაც შესასრულებელი მქონდა აქ მოსვლამდე, იმიტომ დავაგვიანე მეგობრებო სამსახურში. ვინ იცის, არავინ არ იცოდა დააგვიანე რა. აი რაღაცნაირი ადამიანი შემხვდა, რომელსაც ძალიან სწრაფად უნდა დაესრულებინა ის საქმე, რისთვისაც მასთან მივედი. იმდენად გამიფუჭა ხასიათი, რომ ნელა აკეთებ და ამ ყოლა. ნელა არა, აი რა რაღაცნაირად პროფესიის არის? ფინანსისტი ალბათ რა. რა გინდოდა დილადრია, კვირა დილა. ფინანსისტად სულ გვინდა, ჩემო დიმა, რატო არა ვარი მქონდა გადასახდელი. მე როგორ არ გამოგართვა თუ რატო მოგიჩამა? აი ვერ გადავიხადე, იმიტომ რომ ხან ონლაინ არა აქვთ ეგეთისაი, არა აქვთ ონლაინ. აი მე რაღაც არში ხარ გენაცვალე და აღარ მოყვები ეხლა მაგრამ აღარ არა და კარგ ხასიათზე გაიღო. არა და რა კარგ ხასიათზე. ონლაინ არა აქვს, ის გადადა არჩქო არა გეს შეიხსე. თულესი ამოცანა, რომელიც ვერ ამოხსენე მე ყავდა მეზობელი. რომელიც ხალათით, არა სახეს დაგვარს არ ვიტყვი, იმიტომ ძალიან მიყვარს ეკაცი და მთელი ოჯახი. მაგრამ მაინც ყველა მიხდება ვიზა. არა, ვერ მიხდება ეხლა დიდი ხნის წინანდელი ამბავია, კაცო არც ვიცი ეხლა. ხალათი ეცო ესეთი რაღაცა. სათოლეები ცოტა ჭაღარა და ნაგვის ხო? არა, რა გაზეთი. სადარბაზოში თუ ჩამოვიდოდა და ნაგვის სათლი მოქონდა, სათლი თუ როგორ არის? გიჟდები სათლი რა თქვა? სათლია რა. ხო და ვინ შეხვდებოდა მანქანით არავინ არ მიდიოდა სამსახურში. ანუ ცუდად გქონდათ დაცდილი? აი რომ დაინახავდი ხო? მე წავიდო. მე გეტყვი რატო? სათლი იყო ცარიელი. ეს არის უძველესი. რა ცარიელი? როგორ მიქონდა ნაგავი გადასაყრა? თუ სავსე იყო. მე რა ვიცი ახლა არ უკვირდებოდი იმის დაგვიწყდა. ისე რომ მოდიოდა მაშინ, იმიტომ რომ ცარიელი სათლი ძალიან საშიში ბედის წერა არის მეგობრებო. აი გო. მე სუწმენების მართლა ყველაფერს. მოიცა ნაგავს ღამე არ ყრი? ნაგავს ღამე არ ყრი. გზაზე რომ მიდიან არ ვხვეტავ. ცოცხი ესე არდევს, ესედევს. ანუ უკუღმა ჩანთას მაგიდაზე ავდებ ყოველთვის გულს. დამაინტერესე ბავშვობაში რომ მიდიოდა, ვინმე რომ მიდიოდა, იმას ხო არ უწყობდი ხოლმე ფეხს. ეგ თავისთავად ეგ გასართობია ძალიან კარგი. და გატარება რომ მოდიოდა და შენ რომ მიდიოდა, ისიც რომ მოდიოდა და რო არ გაატარებდი, ეგეს მაგას აკეთებდი? თხაკი არ იყო ბავშვობაში. მე ვაკეთებდი რაღაც ისულები. აკეთებდი. აუ შენ იცი ეს ისტორია შეიძლება მოვყვეოცე? ვაფშე მე რას მეკითხები? მე და ჩემო მეგობარმა მოკლედ გადავწყვიტეთ ოჯახებით რომ ბოქსიორები შევიძინოთ. ძაღლები გო მე მყავდა. ვიცი, მეც მყავდა. ჩემსაც ბოი. და წავედით ბოქსიორების ასარჩევად, ეს პატარა ლეკვები დადიან დაძრწიან და რა თქმა უნდა, ყველას გვინდა რომ პირველმა ყველაზე ლამაზი თუ რაღაცა ის ყველა დალოკე, ყველა საკოცე, ყველას და წამოვიყვანეთ მოკლედ და ჩემო მეგობარმა აი ყველაზე პრეტენზიული ვინც იყო, აი რაღაცნაირად გადაწყვიტა რომ მართლა აი ყველაზე განსხვავებული ლეკვე პირველს მას წამოეყვანა. ნუ გავატანეთ ახლა. არ გვინდოდა რომ მას წაეყვანე, მაგრამ გავატანეთ. გადის დრო ჩემოძიმა. ჩვენი ყველა ლეკვები გაიზარდნენ და ის აღმოჩნდა რაღაცა დაავადებით. ეგ ბულდოგი ყოფილა რა. არა. ზუსტად ბოქსიორი იყო, ხო პატარა თანით არისდებოდა. ხო და ბულდოგი ყოფილა ხო, ბულდოგი არის ზუსტად იგივე ბოქსიორი, ხო პატარაზე. არა და შენც ხარ ეგეთი, ქუჩში როა შენი. დიმა რა შესავალი გლიჯა პირდაპირ თქვა როგორ აი ზატო მოგე სადარ გაიზარდა შენ ხარ ყველაზე საყვარელი ადამიანი ვისაც ვიცნობ იზრდები და იმის მაგივრად რომ გაიზარდო მაინც ხარ პატარა ბავშვი ეგ არ თქვა შენ ამიტომ დაგამიშვიდე კარგი ამოცანები იყო. ანუ ისეთი ურთულესი ამოცანა შემოგთავაზა ჩემმა ნანუმ, რომ ვერც ამოვხსენი ამ ალეგორიის ქვეშ რა იგულისხმობოდა. გამახსენდა რომ მეც მაქვს ასეთი ამოცანები თქვენ. აიმე. ღმერთო, ხართ ხასიათზე? და პირველი ნაწილი მაგას ვიწყეთ? აბა რას ვიწყეთ? ავიდე გადავეთრიო იქეთ. არ იყვიროთ, არ იხმაუროთ. ფურცელი პასტა არ გჭირდებათ, იმიტომ რომ ნახეთ, სანამ მათემატიკურ ნაწილზე გადავალთ, ცოტა ეს ორი მინდა რომ ისეთი იყოს რა, გონების სავარჯიშოები რა. კაპუცკოპუ, მაყურებელი ისეა ჩართული, მეტი რო არ შეიძლება. შენ უიყურები აკეთიგეთ ეხა. მე ხა თვალს უყრი ყველას და ვეუნები რომ თქვენ სიმეძე ვარ, ბიჭი. ხეს მიდი იგულა. კი. აბა. ეს ნერვემოშილია ეხა. ძაღლს
ძაღლსა? მობმული აქვს 10 მეტრიანი თოკი. აჰა. ძაღლს ზომა. მან გაიარა 100 მეტრი მონაკვეთი. როგორ? როგორ გასქვია? 10 მეტრიანი როგორ თოკი და აქვს მობმული. წავიდა. ლოგიკურია. წრეზე. ლოგიკურია. არა. არა, მაინც როგორ გაიარა, გეტყვი როგორ მე გაიარა. კითხე, კიდე მეორე ვერსია მაქვს. მობმული მაქვს და მივდივარ უბრალოდ. გავიარე 100 მეტრში რომ მობმული მაქვს რა. ხო, არ არის, დაბმული არ არის, დაბმული არ არის. დაბმული არ არის. რამდენი ვერსია ვთქვი? ხომ არის ისტორია არის ყველაფერი. კარგია. სამივე შენც ლოგიკურია. არ იცი რა არის გაიარა, მე გითხარით რომ გაიარა, კი რა, წრეზე კი არის ტრიალა, როგორ გეკადრება. გავლაც არის. მე ხავ სულ ლოგიკურ კითხვას. დიახ. თუ მაქვს მობმული ძაღლს 10 მეტრიანი თოკი დიახ. და არ არის დაბმული. ხო. რატო აქვს მობმული 10 მეტრიანი თოკი? იმიტომ რომ შენ დაიბნე დილას არა, კვირას. მიპასუხე. შეხედეთ გაასეირნა რა, მოხსნა გაიქცა, შესაძლოა, კი ბატონო. ეხ ქოცნობიერში ჩადით ჩემი მოცემული ამოცანები. შენი გონებ თუ ვინ მე ვიგონებ, ხალხო, ეს არის მეცნიერების სხედა და თელი დღეები მუშაობენ, რომ თქვენთვის გამომატანო. აი ამაზე. ქართველები არიან ჩვენი მეცნიერები. ბრიტანელები ძიმა. ზოგი ქართველია, ზოგი ბრიტანელია, ზოგი ვინ არის. მომიკითხე საღამოს რომ დიდი მადლობა, საღამოს მართლა ვნახავ და ყველას მოგიკითხავთ. რა უნდა გააკეთო, როდესაც გზაზე მწვანე კაცს დაინახავ? მწვანე კაცს? დიახ. ნუ ჩაუარო გაიარო წახვიდე რა. აი, მე მეტი ფანტაზია მინდა. მწვანე კაცს? ხო. ანუ სახეზეც კანიც მწვანე აქვს? მწვანე კაცია, რა ნუ ასოციაციურად. ნუ ვიფიქრებ რომ ჩამოვიდნენ. და რას იზამ? მივესალმები. ყოჭაღნა. რა თქმა უნდა, გამიხარდება. არაფერს არ ვიზამე ჩაული წავალ. არა, მწვანე კაცი აუ როგორ ნახე რომ გადაიღო და სტორი უნდა დადო. არა, ძიმა, მწვანე კაცი რო დაინახო როგორ ჩაული, ჩვეულებრივი მოვლენა. მწვანე ადამიანი. საგზაო ნიშანი იქნება რაღაცა ეხლა არ მახსოვს. მწვანე კაცი ნახდათ არ მახსოვს საგზაო ნიშანი. როგორ გახსოვს მწვანე კაცი? მწვანე კაცის შუქნიშაძე მწვანე კაცი რა არ გახსოვს რა? ნატურაზე ხატია. გამარჯობა. ნატურაზე ხატია ასე. და გადადიხარ ზებრაზე, რა უნდა გააკეთო? ანუ ყოჩა, არა, ზებრაზე უნდა გადავიდეთ, თქვა არის პასუხი. ხო, მწვანე კაცი მე ხო მივხვდი რომ ის იყო საგზაო ნიშანი. თქვენ თუ ორი ერთად ხართ, ამოუხსნელი თქვენთვის არაფერი არ არის. ყოჩა ჩემო მეგობრებო. კარგია. როდისა შავი კატისთვის საუკეთესო დრო სახში შესაპარად. აი, მე კატე ხალი შემძანდები და ჩემი დიმაც დაგიხმარა. სახში შესაპარად? კი. ანუ მე ორი კატამყავს დღესავსერი ორივე კაც. მიდიაბა დაუფიქრდი. საუკეთესო დრო სახში შესაპარად. შესაპარად. ნუ ღამე ალბათ იმიტომ რა არა, დილით რო გააგე ფანჯარასა გაანიავე მაშინ. როცა კარი ღია დაგრჩება. აი ეს ფანჯარა. საუკეთესო ფანჯარა. ჩემო მეგობრებო. არა, იმიტომ რომ ჩემთან მაგ დროს ვიპარება რა, აი ფანჯარა აი. კი, კარგია, კარგია. ეხა სხვათა შორის ის მეორე კატა, რომელიც უკვე 2 წელია, წელიწად ნახევარია, ჩემთან არის, შოთა ერჩის დიბალას. ნიბალას. ეს დიბალას დის სახში. როცა აქ შანსი გაიქცევა, მოისაქმეს შემოძრება. დღეს აცრეს ყველა. დიბალას ძივს დაიჭირეს და საწყამა ჩაიფსა და შოთამა ესე მიუშირა, იცის ხო? აი აქ ამცერიო. ოღონდ სახში მოვიდეს. მაგრამ იმას არ უშვებ სახში, იმიტომ რომ ზაღლი უფრო ჭკვიანია თუ კატა. კატა უფრო მოქნილია. ჭკვიანეში ცოტა ეჭვი შემეპარა, აი ჩემი დაკვირვებებით, იმიტომ რომ დაძდევენ ძროხებს, დაძდევენ მანქანებს, დაძდევენ მოტოციკლებს და თამაშობენ. არა, მთელი საქმეა სერიოზულად არ დაძდევენ. თან მე რო დამინახავს, გრო გავალ ძროხები ხო მიდიან. ხო, მოვიდა ეს. ხო, და მე გაეკიდება და მე მოbrunდება და ზის და ეს მეკურებს რა ვქენიო რა. ჩემსავით არის, ჩემსავი დედა ჩემი დამესწრო ერთადერთ მშობელთა კრებაზე. პატარა ვიყავი ასაკით და შეკითხვას რო დასვამდა ჩემი მასწავლებელი და ვიღაცას გამოიძახებ და მე ვანგრევდი ქვეყანას რომ მე მეგრული კლასიკური ამბავია ჩემი ძაღლის ამბავი. რომელი ჭურჭლიდან არ შეიძლება მირთმევა? არაფრის მირთმევა არ შეიძლება. უნიტაზიდან. ჭურჭლიდან. საიდანო? ჭურჭლიდანო თურმე. მე მეგონა რომელი ვთქვათ გავიგე, მაგრამ რაღაცა კონკრეტული სათავსოდან. რომელი ჭურჭლიდან არ შეიძლება მირთმევა? არაფრის ჭამა. ჭამა? რა, დოკიდან, ბოთლიდან. ქოთნიდან. ჭამა ხო ვერ შეჭამ დოკიდან. ქოთანი. ჭურჭელია. შეჭამ. ამე ზიარ ჭურჭელი რაღაც ეგეთი იქნება, ორივე მხარე ხორეტილი. ზიარ ჭურჭელში ენას ვერ ჩაყოფ ხო ბოლომდე. ლოგიკურად აბა მიდით პინგ-პონგ. რომელი ჭურჭლიდან არის დამტრეული. დღეს ხო იცი? დამტრეული. კარგი ახლოს ახარ კიდე უფრო ლოგიკურად შეიძლება დამტრეული ჭურჭლიდან. ის იყო ტორტის ნაჭერიდო და დაიმტრო თუ მე ვარ შეიძლება შევჭამო იგი. მე შეიძლება შევჭამო. ამიტომ აბა შეუძლებელი უნდა ვთქვა ჩვენ. დახურული ტელევიზორიდან. ახლოს ხარ?
ტელევიზორში დანახული ჭურჭლიდან ვერ შევჭამ. მართალია, ხო? არა, ლოგიკურია, მაგრამ ანუ კიდე უფრო ახლოს დახატული ჭურჭლიდან დახატული ჭურჭლიდან, цариელიდან ვერ შევჭამ. დახატული цариელი ჭურჭლი. ნუ ხო არის ლოგიკური იყო თქვენი პასუხი. ხო, დამწრაულიდანაც ვერ შეჭამ, ვერ цариელიდან, დამწრაულიდან უფრო შეჭამ და цариელი. მე მგონი ყველა პასუხი. ცოტა რა გენას. არა, დავაგო. ბრიტანელებს გადაეცი ნუაბნევ ჭკვიან ხალხს. цариელი ჭურჭლიდან შევჭამ, დავყრი და მერე შევჭამ. აუ, ახლა მოქმედება თუ შეასრულებ უკვე გარ არის რა. ნელა იკითხე უკვე ვერ ვიგებ. რა არ ჩაეტევა უდიდეს ქვაბში. უდიდეს ქვაბში. უფრო დიდი ხო? უფრო დიდი ღორი. უფრო დიდი ქვაბი თუ არ არსებობს. უფრო დიდი ძროხა. რა უფრო დიდი რაოდენობის ბორში. არა, ყველაფერი ეტევა. არა, ვერ ჩაეტევა. არ ჩაეტევა და სიყვარული და გაგება. ნახე, ისეთი პასუხი უნდა მითხრათ, რომ მე ვერ შეგედაოთ რა. ვერ შემედავები, მე უფრო დიდი ქვაბი, უფრო დიდი ქვაბი. უფრო დიდი მოცულობის საჭმელი. დედამიწა. თუ რა ვიცი, არაფერი არ ჩაეტევა. აი ნახე, პლანეტა მარსი. ძალიან დიდი ქვაბია, ხო, ძალიან დიდი. ეს იმწუჩი ვიზუალზე. მხოლოდ არ ჩაეტევა, ამაზე კიდევ უფრო დიდი მოცულობის ან საჭმელი, ან სითხე. ჩაეტევა გადმოვა რა, როგორ ჩაეტევა, უბრალოდ გადმოვა. მე სწორი ვთქვი, მაგრამ კიდევ უფრო გავიფიქრებ ახლა, კარგი. აი ისეთი ლოგიკური მინდა ნახეთ, რომ აი რო იტყვი და აი სადაოც რო აღარ არის რა. არ ჩაეტევა უდიდეს ქვაბში. აუ ისეთი კარგი პასუხი აქვს რა, აი გაგიჟდებით. ჩემი ბიჭები რას ფიქრობენ? არაფერს, იმეს ეკეთებენ. ყოჩა, გიორგი. სახურავი ქვაბის მეგობრებო. რა იყო გიორგის ხოჩა? ანუ გიორგი ახლა შენ ვერ გავიგე, ახლა ჩვენ თამაშობთ, აქ თუ შენ თამაშობ. მაყურებელი ძალიან დაინგრევა. გიორგი არის ჩვენი პროდიუსერი, რომელიც ზუსტად ჩვენაირად ნერვიულობს იკითხეს და მან მოიგო ამක. კი, მაგრამ ნერვიულობს, გიჟდება ბორტასებს ისედები. კი, იცი რამდენი პასუხი გააჟღერა ყურში და. კარნახობს შენ? ან კარნახობს, უბრალოდ ჩემთან ერთად. ბურთულა სწორად მოძრაობისას ასრულებს 26,000 ბრუნს. ირიბად მოძრაობისას 5,000 ბრუნს. რომელ ბურთულაზეა საუბარი? სად არის ეს ბურთულა? ბილიარდი. არა. სად არის? ხო. სად არის ბურთულა? უფრო გაგიმარტივებ. ანუ კედლებს შორის ეძახება ესე ცხადია და წინ ვიგორებ უზრუნველობაში. ერთიო სწორად ძალიან დადისო. კარგი პასუხი. და მეორე წრეზე ტრიალებსო. არა. 26,000 სწორად დადის. ასრულებს 26,000 ბრუნს თურმე და თუ ირიბად 5,000. რა არის, რომელ ბურთულაზეა საუბარი? აბა, რა შეიძლება იყოს? გაჩვენება არ მინდა თქვენი, ვერსიები მინდა. წკაპ. ფიქრობ. გაიხედან. კაცო, ერთი ვერსია გითხარი, ბილიარდი არ იქნება ეხლა. არ იქნება 5,000 ბრუნსო და ეგ 26,000 ბრუნსო და. ბურთი, ხო. ბურთულაკი. ბურთულა. შენ რაღაც პლანეტა იყოს ეხლა ეგ. დედამიწა თქო ვერ რობოთ თქვით. არა. თვარე. მაგრამ თვარე რა შუაშია რა სისულელეა. ბურთულა რა. ბურთულა არ გაბნევთ. ანუ სწორად მიდის 26,000 ბრუნს ასრულებს და ესე თუ მიდის ასრულებს ესე თუ მიდის ასრულებს იმას. ველოსიპედი? არა. ზრიალა. რა შუაშია? ველოსიპედი 5,000 ბრუნს. იულა, კარგი როგორ არის? ზრიალა. ზრიალა? არა, მოიცა ეწანა გაჩერდი გასა. გოლფი? არა, ისა, ბოულინგი. მე მგონი ვერ გამოისვა. ვერა, ხო, ვერა. საწერ-კალამს რო ბურთულა აქ თავზე. აი მაზეა საუბარი. ისა რეკლამის დროა. იმ მეცნიერება ვინცე გამოგიგზავნათ რა. მაგათ იცი რას ვუძო? ერთჯერი ერთ. ტელეფონები ჩაყარა. შემდეგზე მე უნდა მოვიტანო ეგენი. მოიტანე რა. სმარტ. არათოს არ მithქვას პირველად თქვი ეხლა. ახლა უკვე გადავედით ნახეთ რაზე. ჰიპოკრატეს კითხეს. მართალია თუ არა რომ გენიოსობა ავადმყოფობა არის. მან დაუფიქრებლად და სწრაფად უპასუხა დიახ. თანაც იშვიათი დაავადება და სამწუხაროდ ეს თვისება არ ახასიათებს. რა თვისება? და მე დადო ფიცი და წავიდა. ხო, ამის მერე არის ფიცის დადება. ფიცი მერე დადო, ხო. კი. ერთი წამი ხთავი ვერ გავიგე წესია და. აბა. სამწუხაროდ ეს თვისება არ ახასიათებს ამ დაავადებასო. განკურნება ალბათ. განკურნალობა ალბათ ამ განკურნება. სამწუხარო რატოა ეხა გენიოსობის განკურნება? გენიოსობა არის ავადმყოფობაო, ამბობს ჰიპოკრატე, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ ალბათ ინკურნება, იმიტომ რომ დაავადება თუა. სამწუხაროდ არ იქურნება სამწუხაროდ ეს თვისება არ ახასიათებს. გენიოსობის განკურნებას არ არის. სამწუხაროდ არ ახასიათებს ეს თვისება. ამ იმას ამ დაავადებას.
სამწუხაროდ პლანეტაზე ცოტა ადამიანია ამით დაავადებული. თვისება არ ახასიათებს, ცოტა არის დაავადებული არ არის. ეს თვისება არ ახასიათებს. იცით რა არის, ჩქარები ხართ, ზრუზრუზებთ და პირობას კარგად არ უსმენთ. მით თავიდან. ანუ ჰიპოკრატეს კითხეს. მე ლაგაც რასანერვიულდი. მართალია თუ არა რომ გენიოსობა ავადმყოფა. თიახო სწრაფად გვდა. მართალია. მე? კაი, მერე. მაგრამ სამწუხაროდ ეს თვისება ამ დაავადებას არ ახასიათებსო. გადამდები არ არისო, მეგობრებო, ეს დაავადება. ანუ ახლოს ვიყავით რა შორია. ანუ არ ინკურნება. საერთოდ არ ვიყავით ახლოს. მივიდოდით, გეცდია. უფრო მეტ დროს მოგცემთ კი. მე დღეს არავა გაჭებული. აი ხა მოგცემთ უდიდეს დროს. ძველ საბერძნეთში მეომრების სწრაფი მობილიზაციისთვის ერთ მეომარს წირავდნენ. როგორ? რომელს? რა წირავდენო? ძველ საბერძნეთში მეომრების სწრაფი მობილიზებისთვის ერთ მეომარს წირავდნენ. ვინც უკან იყო? ნანუ ხოჩა. ომის კანონია. არა, დოგაორთობილი ყავით, ვიტყოდით ჩვენ ყველაზე სუკანს ვერ დაგოდა. ხო, მაგრამ რეალურად ომის კანონია მე მოგკლავდით რა არის რატომ? ჩვენთანაც ეგრე იყო. აფხაზეთში? ხო, არა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ჯარში, ამიტომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ჯარში ბოლოში ვინ ჩამორჩება და იმას მე ზჯიდენ ხო. კი, რა თქმა უნდა, ეს არის დიდი мотиваცია წინა რიგებისთვის, რომ ისინი არ მოღნენ ესე. კარგით. ოჯახები კლაუდეკა, წასულიყო მიწა მოეთოხნა რაღაც რას კლაუდეკა. არა, წინა რიგს მე შეეშინდებოდა რომ ეც. წინა კაცი უკანის ახიდია ოწე. რა ლოგიკურია ეს კარგოდნენ და იყო დაგენება არ იყო. დაასახელეთ ყველასთვის ცნობილი სამი ძმა არქიტექტორი. ახლა იფიქრეთ რამდენიც კიდეთ. ეს რაღაცა ის იქნება ახლა. რა ის იქნება? ჟან-კლოდ ვან დამ რაღაც ეგეთი იქნება. არქიტექტორი ჟან-კლოდ ვან დამ. მე უბრალოდ სამი ის არის რა ქვია, მარცვალი და უბრალოდ ბადენი თუ რაღაც ეს არქიტექტორი. უცნობილესი სამი ძმა არქიტექტორი დაასახელეთ. არა, ქართველი არ იქნება. ნუღა მეკითხები ამ პირ ყველასთვის ცნობილია. არა და უნდა ვიცოდეთ ალბათ. ძალიან იცით ყველა. იფიქრეთ. მასალე შე. ლოგიკურად თქვენი მსჯელობიდან გამოდის ხოლმე მე შედეგი და დაიწყეთ აბა. მე საერთოდ ვერ ხვდები ახლა, იმიტომ რომ გავიჭედე, მივდივარ ორ ძმასთან, რომელიც არქიტექტორი რასაკეთებდა? ერთი არქიტექტორია და მე ოღონდ ორნი არიან, მესამე არ ვაკელები არიან, გამოდი ახლა იქ. არა შვილო, მე მარტო ჩემი თვალსაჩინო ძალიან ფართოა. აკადემია მაქვს დამთავრებული, მოგეხსენებათ და 6 წელი ძალიან საფუძვლიანად მაქვს შესწავლილი ხელოვნების ისტორია. მაგრამ აი სამი ძმა არქიტექტორი ახლა ამ წუთას არ მახსენდება, მაგრამ ვეცდები რომ გავიხსენო. ისეთ სირთულესთან არა გვაქვს საქმე, რომ შენ ახლა წახვედი შენს იმაში უნივერსიტეტში და იქ მოიწიე. ანუ უფრო მარტივია? აი, მოგეცით მინიშნება. სამი ძმა არქიტექტორი. ანუ არ უნდა ვეძებოთ სადღაც. არა, რაღაცა სამი ტექტორია, რაღაც სიტყვები იქნება. ხო, აი, ეს გითხარი, ჟან-კლოდ ვან დამი. ვექტორი, რაღაცა ეს იქნება. ჰექტორი, ლექტორი და ვექტორი. ძალიან მეყვარხარ. რაღაცა ეგ იქნება თქო გეუნები. სამი ძმანი გურულები მუშაობდნენ კანასა. გუტენ არბაიტენ. მე ვიცი გერმანულად გურული სიმღერა. სამი ტექტორი, არქიტექტორი, ტექტორი, რექტორი, რექტორი, ტორიო. არა, დღაი ბრუტენ სალუკვადე. რამე შენობა გვინდა? ნიფიფი, ნაფშა. ნახნი როა. ისევ გიორგი მოიგო. გიორგი ძაი, გიორგის ისევ დღეს ლიდერობს ჩვენი პროდუსერია, ამიტომაც სამი ბიჭი იყო, დაწუნებული ხა. სამი ძმები არქიტექტორის ვიზუალი წარმოადგინე. ნიფ-ნიფი, ნაფ-ნაფი და ნუ. წარმოადგენენ კადრს მიღმა, აბა ახლა როგორ ერთი სახეზეა. ხოჩახ ჩემო მეგობრებო. არქიტექტორი და რომელი ქართული ზღაპრის გმირს აქვს 9 ენა. გაიხსენეთ? ვისაც 9 თავი აქვს იმას. ხოჩა. ეს ძალიან მარტივი იყო. გონება გახსნილი რო გაქვთ ეგრევე ეს ძალიან მარტივი იყო. შენ მორჩა. ცოტა მათემატიკური და ეგ არის რა. ხელი მაიტა. და მე კიდე ერთი წეკ. 4 ცალი ერთიანით დაწერეთ ყველაზე დიდი რიცხვი. როგორ? 4 ცალი ერთიანით დაწერეთ ყველაზე დიდი რიცხვი რა მიიღება 4 ცალი ერთიანით. რავი, 1111. არა, ეგ ეხა ასეთი მარტივიც არა. აი, უყურე, მიოდმოდო შემიძლია. რაც კიდე აბა, ნული გამოგივა. როგორ მიიღებ გენაცვალ? ნული გამოგივა. ნული როგორ გამოგივიდა 4 ერთმანეთს რომ მიადო? კვადრატია ეგ. ხო, ნუ კვადრატი. მე ნულათაც შემილია გავიტო. 4 ცალი ერთიანი, ეხლა ფურცელი არა მაქვს. ისედაც შეგიძლია.
ნუაც კაპუნებს თქვენ ხელებს ნახე შენს ყურადებას ითხოვეთ. 1 პლუს გამრავლება უნდა იყოს რაღაცა. არა, რო ამრავლა, ერთი რო გამრავლა 111-ზე, რას მაინც ერთი 4 ერთიანი. ყველაზე მაღალი. 1+1+1+1, ნუ 4 და რა. მართული ამბავია ეგ. თუ შეიძლება სულაც არ არის, მაგრამ ერთჯერ ერთი, მე კიდე ერთჯერ ერთი. ვიცი რომ მიხოთ სწორ პასუხთან. 4 ერთიანით ყველა 4 ერთიანი გაქვს მხოლოდ მოცემულობაში. 1011-ზე მაღალი რა. 1011-ზე ბევრად მაღალი. თან ბევრად მაღალი. Copy paste-ით რო გადავამრავლოთ? არა, კვადრატს ვერ დასვაო, გამრავლებას ვერ დასვაო. აბა რას დასვაო? რა დარჩა? ტოლობას. ტოლობას არა. პლუსი რო დასვა აზრი არა. შეიძლება 1 და 2 და 3 და 4 და ხარისხად 11 მეგობრებო. აი, მაგას ვაკეთებდი. არა, ხოდა ფურცელი რო. ფურცელი რო ყოფილიყო ვინდა. ნანუკა, თქვი რომ ამას ვაკეთებდი. ჯერ ყოფდი და 11 ხარისხად რას ქვია ხარისხად? 11 ხარისხად 11. მაკეთკენ მივდიოდი და არ მაცალეთ ცეკვით. მიხვიდოდი და კარგმა განწყობამ პასუხი წამოიღო და 1-ით. აბა იყო ირა. დამაწვინე გვერდზე აღარ მექნება საზღვრები. გამჭერი შუაზე აღარაფერი იქნება. რაზეა საუბარი? დამჭერი გვერდზე აღარ იქნება საზღვრები. დამჭერი არა, დამაწვინე. დამაწვინე ბოდიში. აი დავწექი გვერდზე. დამაწვინე საზღვრები აღარ იქნება. საზღვრები აღარ იქნება. მაგრამ თუ გამჭრიო, აღარაფერი აღარ იქნება. აი ეს არის უსასრულობის ნიშანი? დიმა დღეს არ ვიცი რა გავაკეთო რა. ოჩა, აი როგორ დაასრულა ნახე. უსასრულობის ნიშანი თუ დავაწვენთ რუიანს გვერდზე, თუ შუაზე გავჭრით 2 მილიონი და შემიაზრეთ, არის ძალიან გამოწოდების სიმაღლეზე ხართ თქვენ რა. მე ბოლო ბლოგზე მაქვს ხოლმე ტვინი გადართული. და პირველ ბლოგში ცოტა გაგვიჭირდა რა. მართალი ხარ, მე ამას სულ პირველ ბლოგში გავიკეთებ ხოლმე. როგორ დავიწყე თამაში აღიარე, რამდენი რამ გამოვიცანი. კი, შენ მოიგე, ბაზარი არ არის, მიდი. რეკლამაზე გავიდეთ, მოიგო. გონება არის თქვენი ძალიან გახსნილია თქვენი გონება, თავიდან უფრო სტრესი მოგვიხდა ორივეს. სულად განიცდით ამ ყველაფერსთან. გავიზარდეთ. და როგორ წახვედით? შენ რო ვიარო მას ყოველ დღე? მისმინეთ ყოველ დღე უკვე ძალიან წახვალთ შორს და აუ რაღაცა მინდა იგივე გამოცანები ვიცი და ვერ შევინახო, ხო? გამოცანები და ვერ გავიხსენე. ეხლა ვერც ერთი ვერ გავიხსენე რომ ვუთხრა, ან გითხრა. არ ვინა კაცო მე ზექნას. ზეკი არა და მაზეკ. კი არა და ხო მოფიქრებულად მოდი შენ გამოგცდი. რა გინდა გოგო? კარპოს რა დაქონდა სულთან? ჭადრაკი რა დაქონდა? არა. რომელ ანატოლის? სათვალე ქონდა? არა. ჭადრაკი დაქონდა? არა. პორციგარი? არა. აბას აუცილებელი მაგის garaშე ვერ თამაშობდა. სათვალის საწვედი ის ტილო? არა. რამეთილისმა? არა. აი მაგის garaშე ადამიანი ვერ თამაშობდა. კონკრეტულად ხო რავი სათვალე გათვალე. ნიფთი ოდნავ დიდი ვიდრე თქვა სათვალე. ნივთი? აი არაყი ეთყობა რავი. ისა? არა, ეს გვხვდება მაგიდაზე რომ მიდიხარ თავისთავად. საათზე იზახი? საათი მაგიდაზე გვხვდება. არ ვიცი რა დაქონდა, არ მითხარია. ბალიში, იმიტომ რომ პატარა იყო ტანით და ბალიშის garaშე ვერ თამაშობდა. ბალიში ვერ ახვედრებდნენ ეს. არა, თავისი ბალიში ქონდა. მაგას ქვია კომფორტულად ბალიში ხო? აი ბატონო. იმის ბალიში რა. მაგას ქვია ხო და იმის ბალიში, უკანალი ბალიში. იმის ბალიში. სპეციალური ჭადრაკის ბალიშები. რეკლამის დროს თქვენ გაქვთ საშუალება რომ ხედარი და ცხენია ხატია აქეთ იქიდან და ეს აქედან შეაპარეთ. არ ვიცოდი ნამდვილად. რეკლამაზე გავიდეთ, დრო არის დეტალებს ისე ჩაუღრმავდა ჩემი ძიმა. ხო, გაგზელება მინდა ეხა მიდი. ისე ჩემი საყვარელი თემა იქნება გადაცემის შემდეგ ნაწილში ვისაუბრებთ ფსიქოსომატიკაზე. ჩვენი სტუმარი იქნება ზაზა ქოიავა, მან ცოტა ხნის წინ დაგვირდა რომ ამ თემას ძალიან ღრმად და კარგად გაშლიდა ჩვენთვის და თქვენთვის. დაგვალოდეთ მასთან ერთად დაგიბრუნდებით. ჩვენი ოჯახი დაბრუნდა პირდაპირ ეთერში სულ ცოტა ხნის წინ ზაზა ქოიავას ჩვენ სტუმარს ფსიქოლოგს ძალიან ვთხოვეთ რომ გვესაუბრა თემაზე ახლო მომავალში ფსიქოსომატიკაზე. ეს ჩემთვის სუბიექტურად ძალიან საინტერესო თემაა და აი რა ვიცი მართლა სუბიექტურად მინდა რომ დღეს ძალიან პოპულარულ ენაზე და ძალიან მნიშვნელოვან დეტალებზე ვისაუბროთ და არა მარტო ჩვენ, არამედ მაყურებლებამდეც რომ მივიტანოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ ფსიქოლოგიაში, როგორც არის ფსიქოსომატიკა. სალამი.
მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებლებს, მადლობა მოწვევისთვის. პირიქით, მადლობა მოგზაურობისთვის. რა არის ფსიქოსომატიკა? დავიწყოთ ამით. მარტივი განმარტება აქვს, მას ეს არის ჩვენი ემოციების მოქმედება ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. უკვე თავიდან ბოლომდე. ეხლა საქმე რაშია? ზოგადად ჩვენ ხო სხვადასხვა სისტემა გვაქვს, მომნელებელი სისტემა, სასუნთქის სისტემა, საყრდენ მამოძრავებელი ჩასხის ბევრი სისტემა გვაქვს, ნერვული სისტემა, კიდე ენდოკრინოლოგიური და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მათ არ აქვთ მარტო ფიზიოლოგიური ფუნქცია, მეგობრებო, მათ ასევე აქვთ ჩვენი განდევნილი ემოციების გამოხატულების ფუნქცია და მახსოვების და განდევნილი, ანუ არ შემჩნეული, გატარებული, ეხლა განდევნილი ძალიან ბევრნაირია რა. ეს არის ან არ აღიარებული, ან ჩაკლული სურვილები, დავიწყებული, ან მივიწყებული წყენები, ოღონდ მივიწყებული ბჭყალებში, ან კარგად ისე ჩაბუდებული ტრამვები. ეხლა ეს რა არის? იმისათვის რომ ამ ყველაფერზე კარგად მივიდეთ, ამისათვის საჭიროა ტვინის ფუნქციის ახსნა. და ვეცდები მოკლედ და გასაგებ ენაზე ვილაპარაკოთ. ძალიან უხეშად რო გამყოთ ტვინს ძალიან ბევრი სხვადასხვა განყოფილება აქვს, მაგრამ ძალიან უხეშად რო გავყოთ ტვინი ორ ძირითად ნაწილად, ეს არის რაციონალური და ირაციონალური და თითოეულ მათგანს რა ფუნქციები აქვს. რაციონალურს ქვია ასე, რაციონალური მოაზროვნე ტვინის ნაწილი, რომელიც არის ჰიპოკამპუსი, რომელიც არის ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროებისგან შედგება. მათი ფუნქციების ახსნას მე ახლა აქ არ დავიწყებ, სხვა დროს, სხვა ვითარებაში, სხვა სიტუაციაში ავხსნათ, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით, მარცხენაზე ვისაუბროთ, მარცხენა ლოგიკურია, ანალიტიკურია, გრძელვადიანია, გეგმოს და ასე შემდეგ, მაგრამ ამავე დროს მარცხენას აქვს მეხსიერების ფუნქცია. ანუ ჩავთვალოთ, რომ მარცხენა ნახევარსფეროში არის დიდი ციფრული კარადა, რომელშიც მილიონობით, მილიარდობით უჯრებია და თითოეულ ჩვენ წარსულზე არსებული მოვლენები ყველა დროს, ყველა წუთს, ყველა წამს, ყველა დღეს თავისი უჯრა აქვს. ანუ ხაზა ამბობენ რომ სულ ყველაფერი რაც ჩვენ ცხოვრებაში ხდება, ყურადღებას ვაქცევთ, არ ვაქცევთ, ის მარცხენა ნახევარსფეროში არა, ყურადღებას თუ არ ვაქცევთ და თუ არ ფილტრავთ, თუ ფილტრავთ არა, მაგასაც მადამდეც მივა. ანუ წესით ყველა ჩვენ წარსულის შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს ტვინის მარცხენა ნახევარსფეროში. ეხლა გადავიდეთ ირაციონალურ ნაწილს. საერთოდ რატო არსებობს ეს ნაწილი? ხო, ეს ნაწილი შედგება ეგრეთ წოდებული ლიმბური სისტემისგან, რეპტილური ტვინისაგან და ტვინის ზოგიერთი ემოციური ნაწილისგან და ამიგდალასგან. ეხლა რატო არსებობს ეს ირაციონალური ნაწილი ტვინისა? ეს არის ჩვენი უსაფრთხოების სისტემა. იბრძოლიან გაიქეცი რაც არის რა, fight and flight-აც არის, ჩვეულებრივი ამბავია, ყველამ ვიცით. ანუ ამ ირაციონალურ ნაწილს ჩვენსას აქვს თავდაცვის, უსაფრთხოების, ეგოისტურად კარგად ყოფნის და დაახლოებით ამ ტიპის ფუნქციები და გარკვეული ტიპის ემოციების შენახვის. ჩავთვალოთ, რომ ამის გარდა, ცოტა ხანი ესენი ავხსენი, ცოტა ხანი გვერდზე გავწიოთ, კიდე ჩვენ თავზე გვადგას, აი ჩავთვალოთ, რომ კიდე დამატებითი ყუთია ოპერატიული მეხსიერება რაც არის, დღის განმავლობაში სანამ ფხიზლები ვართ, ვიზუალურად, აუდიალურად და კინესთეტიკურად ჩვენში ოპერატიულ მეხსიერებაში შემოდის ეს ინფორმაცია. დღის განმავლობაში ოპერატიულ მეხსიერებაში გროვდება. არ გადადის პირდაპირ მარცხენა ნახევარსფეროში. და შემდეგ როცა ჩვენ ვიძინებთ, ძილის პირველი ფაზა, REM ფაზა ირთვება. თუ გინახავთ ახლად ჩაძინებულ ადამიანზე თვალებზე, დახუჭულ თვალებზე თუ გიხედავთ, მისი თვალის გუგები შიგნით მოძრაობს. აქტიურად მოძრაობს. ხო. ეს არის, აი ესე მოძრაობს ზუსტად ვიზუალური, აუდიალური, კინესთეტიკური ინფორმაციებს ამ ოპერატიულ მეხსიერებას აკითხავს. ამ ოპერატიულ მეხსიერებაში არეულ-დარეული არის შეხრილი ეს ყველაფერი რა. დღის განმავლობაში მიღებული ინფორმაცია. ამ მას ოპერატიულ მეხსიერებას აკითხავს და კეცავს, ფილტრავს. სკანირებას აკეთებს თითქოს ამ ინფორმაციას. კეცავს, ალაგებს მარცხენა ნახევარსფეროში. აი ამ დროს გადააქვს ეს ყველაფერი მარცხენა ნახევარსფეროში, ოღონდ საჭირო ინფორმაცია. არა საჭიროს უშვებს. ამიტომ არის რაღაცა მეორე დღეს არ. ანუ ალგორითმის მიხედვით ისე ყვება, რომ ვიზუალურად ხედავ, რომ ვიღაც ტიპი რაღაცებს ალაგებს, იქეთ გადააგდო. ცოტა შემეშინე ხარ, რო არ მოგატყუო. ღამე, ხო, ეშინიათ ხოლმე ჩემი კი. პატარა აკიმები. ვიღაცა ტიპები დადიან, გადადო ფაროებზე დაალაგა. ჩემთვის რკინამ დაალაგა. ბავშვობაში მამაჩემი მეუბნებოდა ხოლმე, რომ ნუ იწვალებ მოყოლაზე, კარგად წაიკითხე, დაწექი დაიძინე, ხვალდილოს რო გაიღვიძებ, გეცოდინება და ვერ გებულობდი ეს რა იყო რა, ანუ რანაირად. და მე რო ვქენი ესე, ხო, აღმოჩნდა რომ მოვყევით დილას ჩვეულებრივად და მე მეუბნებდი ბარისკაში დაიდეო. იმიტომ რომ
იმიტომ რომ ახლა მამაჩემ რემ ფაზის შესახებ არაფერი არის, ცოტა ალბათ მაშინ მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ინტელექტუალური ადამიანია, მაგრამ მე ახლა ვხვდები ეს რას ნიშნავს. ოპერატორი მეხსიერებაში უბრალოდ ჩეკდებულია ეს ინფორმაცია და რო წვები შემდეგ გადააქვს მარცხენაში და იღვიძებ და ყვები. მოკლედ, ეს ასე და წესით ყველა ინფორმაცია უნდა წაიღოს მარცხენ ნახევარსფეროში. მაგრამ გზადაგზა, ხო, ანუ ტრავმა რა არის? გადაუმუშავებელი ტრავმა ტავტოლოგიაა, იმიტომ რომ ტრავმა თავად გადაუმუშავებელი ინფორმაციაა. ტრავმები ტკივილებისგან შეიძლება, ხო? ტკივილი მილიონაირია. დაუმსახურებელი წყენა, გამოუხატავი ბრაზი, სურვილები, შეურაცხყოფა, ბულინგი, ან მილიონი რაღაცა ხარ ფიზიკურ ბაზაზე ხაზგასმა, რაღაცა უკაცრავად ეთერში და დებილი ხარ შვილო, შენგან არაფერი არ გამო, მილიონი რაღაცაა, ხო? და ესენის ხო ოპერატიულ მეხსიერებაში შედის. და ხელიდან უშვებს, ანუ რემ ფაზა ამას ვერ ამუშავებს და მიაქვს ჩვენი ტვინის აი წეღა რო ირაციონალური უსაფრთხოების ნაწილი ვახსენე, იმას მიაქვს. ეხლა რატომ მიაქვს? ამ ირაციონალური ნაწილის ტვინის ლიმბური სისტემის მოკლედ და ტვინის ემოციური ნაწილის ფუნქცია არის ერთადერთი ჩვენ დაგვიცვას. მიაქვს იმიტომ, რომ ადამიანმა ამ დროს, ამ სიტუაციაში ტკივილი განიცადა ამისგან და მოდი ეხლა ამას მე წავიღებ, იმიტომ რომ მსგავსი რამ თუ კიდევ ერთხელ გამოჩნდება სადმე, ჩემ პატრონს გავაფრთხილებ, რომ ამისგან აირიდოს. ამიტომ არის რომ ერთხელ ლიფტში რო გავიჭედებით, მე ლიფტში შესვლის გვეშინია. უბრალოდ ეს ირაციონალური ლიმბურ სისტემასაც აქვს ამბის დამახსოვრების ფუნქცია, მაგრამ არ აქვს გააზრების და გაანალიზების ფუნქცია. მას ის არეულია დროსა და სივრცეში. ანუ მე რო ერთხელ დანგრეულ ლიფტში გავიჭედე, ფეშენებელური ლიფტი 10 წლის მერე და დანგრეული ლიფტი 10 წლის უკან ერთი და იგივე გონია. შეიძლება არ გვეშინია, მაგრამ გვახსოვს. შესაბამისად შედიხარ. არა, თუ გახსოვს, მაგრამ შედიხარ, ეს ტრავმა არ არის. გარკვეული ტიპის დისკომფორტი მცირე შეიძლება იყოს მსუბუქი. შესაბამისად, როდესაც და ამას ჩვენ ღუზებს უწოდებთ ნეიროფსიქიკაში ფირები, მნიშვნელობა არ აქვს რა, როდესაც ეს კაფიოდ გახსოვს ეს ტკივილი. და როდესაც ეს ტკივილი ბევრი გროვდება, ამის შემდგომ ანუ ხანდახან არის როცა ჰიპოკამპუსი ამაში ერევა, ანუ აი ეს რაციონალური ნაწილი, მაგ შემთხვევაში არც სტრესი, არც ტკივილი, არც ღუზა არ არის. მაგრამ როდესაც არ ერევა და აქეთ ლიმბურ სისტემაშია განუტანილი, ასე დროს ეს გადაუმუშავებელი ტრავმა და მერე უკვე ფსიქოსომატიკაში ეს გამოიხატება. მაგალითად, როდესაც ტრავმა მაქვს იმის, რომ ჯვარი გწერია ყველას, ჩემი ძალიან ახლობელი ან ოჯახის წევრი უეცრად გულის დაავადებით გარდაიცვალა და ეს წაღებული აქვს ლიმბურ სისტემას. ნებისმიერი ტიპის რაღაცა მცირე რო გამიცივდეს და მეტკინოს, ეგრევე კარდიოგრაფთან გავფიქრე. წამში კვდები. ხო, ეგრევე აი ეს უკვე ფსიქოსომატურია. ოღონდ ფსიქოსომატიკაშიდაც გამოიყოფა ორი ძირითადი მიმართულება. ერთი, ანუ მაგალითად შეიძლება ჩვეულებრივი კლინიკური ჩივილი იყოს, მართლა გტკიოდეს. კლინიკური, ანუ ფუნქციურად მართლა გტკიოდეს, ოღონდ ეს არ იყოს ორგანული. ანუ ფიზიოლოგიურად არაფერი არ გჭირდეს. ხვდებით მაგალითად და ამ შემთხვევაში ეს არის ნერვული ისტერია. აი უნდა კითხო, ეხლა ეგ დაავადებად ითვლება? როცა გაიგებ რომ რაღაცას რო ყვება ადამიანი და მე რო თავი მტკივდება, ფსიქოლოგიურ დაავადებად ითვლება. ანუ ითვლება. ოღონდ ფსიქოლოგი. ხო, ეგრე გამიგია და რაღაც მაგას. მაგრამ ერთ რამეს კითხავ, ამიტომ ახო რომ ნევროლოგთან, ფსიქოლოგთან რომ მიდიხარ, გამორიცხვის მეთოდი. აუცილებლად, ჩემთან როცა მოდიან, მაგას გეტყვით. აუცილებლად, ჩემთან როცა მოდიან, მე აი სულ თქვა მიჭირს რაღაცა, მეუბნებიან, ვეუბნები რომ ნამყოფი ხარ და ყველაფერი წესრიგში გააქვს. მეკითხები და როდესაც პასუხი არის კი, даже ანალიზებსაც მიგდებენ ხოლმე. მე არ ვიცი ანალიზებში რა წერია, მაგრამ იძულებული ვარ ხოლმე რაღაცები ანუ ჯანმრთელია კლინიკურად რა. კლინიკურად უნდა იყოს, ფიზიოლოგიურად უნდა იყოს ჯანმრთელი და მაგ შემთხვევაში ეს არის ნერვული ისტერია. ანუ როდესაც შენ მჭვალი გაქვს, ვიღაცა რა გადავეკიდე ამ გარდაცვალებას, მაგრამ ყველაზე მძიმე გარდაუვალია შემთხვევაა, ხო? ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შემთხვევა, ამ შემთხვევაში მოვლილი გაქვს, ყველაფერი მოვლილი გაქვს, даже გულის ღრმა რაღაცა კარდიოლოგიური კვლევები გაქვს ჩატარებული, არაფერი არ არის, ან სუნთქვასთან დაკავშირებით, ან ანუ რისი თქმა მინდა, იცით რომ ტრავმები, რომელიც გადაუმუშავებელია და ისევ ჩვენი ტვინის ირაციონალურ ნაწილს აქვს დამახსოვრებული, ისინი ძალიან მოქმედებს ჩვენს ნებისმიერ ტიპის, ესე იგი, აი შეგრძნებებს 100-ჯერ, 1000-ჯერ ამრავლებს. თორე, ნუ ისედაც შეიძლება ეს იყოს. ხოლო მეორე, ანუ პირველი არის ნერვული ისტერია, როცა ფიზიოლოგიურად ეს გამოხატული არ არის და უბრალოდ ფუნქციურად არის გამოხატული.
მაგალითად სახსრებში გზნობდე ტკივილს და უსუსრობას, არაფერი არ გჭირდეს, უბრალოდ ბავშვობა მოზარდობის პერიოდში მთლიან ყოველთვის უსუსრობის განცდის მქონე იყო. მაგრამ მეორე ნაწილი არის უკვე რომ ეს თუ დიდი ხანი გრძელდება, ანუ იბრძოლიან გაიქეცის გარდა, ну გასაგებია ჩვენი ეს ლიმბური სისტემა თავდაცვის ნაწილი იბრძვის, მაგრამ სადღაც ირთვება დასვენების მომენტი. როდესაც ტყეში ხარ, ლომი გამოვარდა და გამოგეკიდა, ცხადია იქ ადრენალინი მოიმატა, რაღაცები მოიმატა, კუნთებს გადასცა, ძალა მოგეცა და გაიქეცი, მაგრამ რაღაც პერიოდის მერე იღლები ხო და უნდა ჩამოждდე და დაისვენო. აი ეს პროცესი როდესაც ირთვება, მაგრამ აი ეს სტრესები, ტრავმები ისევ მოგვეწოდება. ასე დროს ამას ვერ ვამუშავებთ და რჩება როგორც როცა ძალიან ხშირ შემთხვევაში ბევრია. და უკვე ვითარდება მერე მართლაც ვითარდება ფსიქოსომატური დაავადება. ანუ ფიზიოლოგიურ დონეზედაც გამოიხატება, მაგრამ ეს არის მართალია რომ კონკრეტული სტრესი რაღაცნაირად პირდაპირ მიდის იმ ორგანოსთან, რომელიც პასუხისგებელია რაღაც კონკრეტულ კი, მაგალითად თირკმელები. ხო, თირკმელები მაგალითად. თირკმელები პასუხისგებელია პირველად საწყის უსაფრთხოებაზე და როდესაც შენ უსაფრთხოების განცდა არ აქვს, მაგ შემთხვევაში შეიძლება მართლაც თირკმელების ამაგას ჩამოვთვლი ხო? მოდი ჩამოვთვალოთ. მოდი რა ჩამოვთვალოთ, ეს ძალიან საინტერესოა. ოღონდ მეგობრებო და მაყურებლებსაც მინდა უთხრა, რომ ეს სულაც არ ინიშნავს იმას, რომ თქვენ ახლა რო თირკმელები გაწუხებთ, ეს მაინც და მაინც ამის ბრალია. ხო, თუმცა შეიძლება მაინც მაგის ბრალიც იყოს. ნუ ექიმთან წასვლა ყველაზე კარგი რამაა. არის ხოლმე 70%-ით მაგის ბრალია ხოლმე რა. 70%-ისა. მოკლედ, ნუ თირკმელების ანუ ძალიან ბევრია და იმიტომ ესე იგი, კუჭნაწლავის სისტემა ერთ-ერთი პირველი რაც არის ხოლმე გადაუმუშავებელი ტრამვებთან დაკავშირებით კუჭნაწლავის სისტემა, აი გუსტავ ბერგმანს აქვს ძალიან ბევრი, ანუ ძალიან ბევრს აქვს უკვე, ძალიან ბევრს რამოდენიმე საქმე, მაგრამ ბერგმანი ძალიან კარგად, აი ღეჭავს კარგად და ზუსტად ისიც ამით იწყებს რა, აი გასტრიტი ან რაღაც კუჭნაწლავის მომნელებელი სისტემის პრობლემა პირდაპირ შეიძლება იყოს დაკავშირებული გადაუმუშავებელ ტრამვებთან, გადაუმუშავებელ სტრესებთან, გამოუხატავ ემოციებთან და ასე შემდეგ. ყლაპვის გაძნელებიანიც მყოლია, რომელსაც აბსოლუტურად არაფერი არ ჭირდა, უბრალოდ ძალიან ბევრი წყენა ქონდა დაგროვებული და ამის ამაში აწუხებდა. კი. ბრაზები, წყენები და ასე შემდეგ. ოღონდ აი ეს ყლაპვის გაძნება როცა არაფერი არ ჭირს, ეს არის ნერვული ისტერია. ხოლო როცა უკვე კუჭნაწლავიც დაგიზიანა და კუჭის ყლული გაქვს, მაგალითად. აი ეს არის უკვე ფსიქოსომატური გამოვლინება ორგანულ დონეზე, ფიზიკურ დონეზე. ეგრე ვიყავი საღლი გადაწყვეტილებ, საღლი რო გარდაიცვალა, შემხელში ჩამოვა, მაგის მერე 1, 3, 4 დღე წყალს ვერ სვავდი. ვერც ყლაპავდი, ვერ ვიძინებდი, საწმელს ვერ ჭამდი, ანუ ეგ მაგ მდგომარეობას ხვდებით ახლა, ხო? კი. ზუსტად მაგას ხვდები. ხერხემალი ზურგის ტკივილი პირდაპირ საყრდენის არარსებობა, მორალური მხარდაჭერის არარსებობისას შეიძლება იყოს გამოწვეული. სახსრები უსუსურობის შეგრძნებისგან იყოს გამოწვეული. აი ძალიან ბევრი კვებითი აშლობით მყოლია მაგალითად რა და კვებითი აშლობა საერთოდ არ არის ხოლმე კვებითი აშლილობა, ან ფიზიოლოგიურ დონეზე კვებითი აშლილობა საერთოდ არ არის. ზოგჯერ შეიძლება ეს არის დოფამინის ნაკლებობა და მან ხელოვნურად იპოვა, ჭამის დროსაც გამოიყოფა დოფამინი. ხელოვნურად იპოვა რაღაცა დოფამინის გამომუშავების მეთოდები, ან ძალიან ხშირია შემთხვევა, რომ ბავშვობა მოზარდობის პერიოდში მას ან ამაზე დასცინოდნენ, ან დაუცველი და სტრესული იყო და სტრესული შეგრძნებები ჰქონდა ბევრი და რაღაცა თავდაცვის მექანიზმია ამისი. კიდე რომელი გაინტერესებთ, მითხარით გეტყვით აღარ მახსოვს. კიდე მე წაკითხული მაქვს თუ ლექცია მაქვს მოსმენილი, თქვათ ქალს თუ აწუხებს შარტ სასქესო ორგანოები, მას შეიძლება ფინანსური პრობლემა ჰქონდეს, ანუ ფინანსური პრობლემები წელზე და წელს გარშემოწერილობაზე მოქმედებს. ანუ მარტო ფინანსური პრობლემები კი არა, ზოგადად მომავალს რო ხედავს, ზოგადად რო ანუ არასრულფასოვნების განცდა როდესაც აქვს და ვერ ხედავს. ხრების ტკივილი არის, რომ ძალიან დიდი ტვირთი აწევს. შაკიკი და თავის ტკივილი არის, რომ ძალიან დიდი პრობლემები აქვს, რომელსაც ვერ ჭრის და მუდმივად ფიქრობს მაგაზე. სხვათა შორის სექსუალური ქვეცნობიერი მარცხები მამაკაცებში ძალიან ხშირად პროსტატას ულტყამს. შემდეგ ანუ. კი. ანუ ესეც ფსიქოსომატური შეიძლება იყოს. ძალიან გავრცელებული. იბრძოლა და გაიქეც, გაიქცე უდაბაში. მაგრამ ზაზა, იცი რა მაინტერესებს? ამა ყველაფერი აკეთებდა რა უშავო. ეხლა გადავიდეთ კურნალობის მეთოდზე. ხო, როგორ უნდა ვუმკურნალო? ეხლა გადავიდეთ კურნალობის მეთოდზე. როგორ უნდა მივხვდეთ? ანუ ატკიებამდე არ შეიძლება რომ ეს რაღაცა მოვიძიოთ, რა შეიძლება იყოს? ატკიებამდე როგორ გაიგე? ჩემი მენტორი ამბობს ხოლმე, ეს არის
ჩემი მენტორი მეუბნებოდა ხოლმე და გვასწავლიდა რომ და NLP-ში ეს არის ზუსტად რომ სხეულს სხვა ენა არ აქვს. სხეული ტკივილებით გელაპარაკება. ასე გელაპარაკება. და პირველი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის რომ მოიარო ექიმები მარტო იმიტომ რომ პირდაპირ ფსიქოლოგთან როცა მიდიხარ ხო სადღაც მაინც გარკვეული ეჭვი იმისა რომ შეიძლება რაღაცა ფიზიოლოგიურ დონეზე დაზიანებული მაინც იყოს. ჯობია რომ ამიტომ ჯობია რომ მოიარო ექიმები, ტყუილად ახარჯო ფული და გადაიღო ყველაფერი და ამის შემდგომ უკვე როდესაც მიხვდები რომ ეს ყველაფერი არ არის, მაგრამ ეს მაინც გაწუხებს, ამ შემთხვევაში შეიძლება ხო შპოთვითი აშლილობა რაც არის, ნერვული შეტევები რაც არის, ესეც გულის აჩქარებაც არის, სუნთქვის უკმარისობაც არის, მუცლის ტკივილიც არის, თავის ტკივილიც არის, თავისთავად არის. ძალიან ბევრი სხვადასხვა მიმართულება არის. კაი, მოკლედ მოვიარეთ ექიმები, არაფერი არ არის. ხო, ამ შემთხვევაში მივადგებით უკვე ფსიქოლოგს. ეხლა რა უნდა გააკეთოს ფსიქოლოგმა? ფული თუ დაგვრჩა. უნდა მოვიტოვოთ ადამიანს. ხო, ფული თუ დაგვრჩა. არ ჩავერიეთ ეს პოლემიკაში. უნდა მოვიტოვოთ. ფული თუ დაგვრჩა, მაგრამ მაგ შემთხვევაში შეიძლება გადავადება რაღაცეების, ანუ ეს ისე ანუ პრიორიტეტების დავადება აუცილებელი. არა, ამ ადამიანზე არ ვლაპარაკობ, კაცო, ისედაც ფსიქოლოგთან როცა მიდიხარ, იმას როცა ბევრი ყავს, არ არის სავალდებულო, მოხვიდე და ყველა ჯერზე მე ეს მისგან ისე ვთქვი, კაცო. არა, ხშირად არის ხოლმე ეგ პრობლემა და მაგიტო ვამბობ, რომ ფული არა მაქვს და ასე შემდეგ. ხო. უფასოებიც ბევრი მყოლია და კიდე ბევრი მეყოლია. კი. ნახეთ ფსიქოლოგის დანიშნულება არის, რომ აი ის ტკივილები, რომელიც ეხლა ჩვენ მე ამას უნდა წავყვეთ. იქ კითხვები უნდა დაისვას. მილიონი რაღაცა შეიძლება იყოს რა. ანუ ერთი და იგივე სიმპტომა შეიძლება კუჭის დააზიანოს და თირკმელიც. მიხვდი, ან არც ერთი და მესამე სხვა. ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან ბევრ კითხვებს ვამბობთ. ჯერ ვერსიები გვაქვს მხოლოდ, რომელსაც ამ ადამიანს არ ვუმხელთ და კითხვა-პასუხის რეჟიმში რა თქმა უნდა როდესაც შენ მე რაღაცას მეუბნები, მე ჩემს ტვინში უკვე ერთი 25 ვერსია ტრიალებს რა. და იქ რაღაცას ვიწერ, რომ ეს გასაკექია, აქ შეიძლება ეს იყოს. და კითხვა-პასუხის რეჟიმში მიდივარ, იმიტომ რომ შენ იმხელა ავტორიტეტი ხარ მისთვის. შეიძლება მოკლა ეგრევე რა. სიტყვით მოკლა წამში. კი ბატონო, ან ისე შეუცვალო, რომ საერთოდ არასწორი მიმართულებით გავუშვა. ამიტომ, როდესაც ჯერ ეს დგინდება და როდესაც ეს დგინდება, მე ჩვენ მივდივართ არა ცხადია სომატურ გამოხატულებასთან, უბრალოდ არა ფიზიოლოგიურ გამოხატულებასთან, ანუ თავის ტკივილს კი ამკურნალობ. კურნალობ მიზეს. დიახ. რა თქმა უნდა. და აქ უკვე მეთოდები ბევრნაირია. ზოგიერთ შემთხვევაში ლაპარაკითაც თავდება ეს ყველაფერი, ანუ როდესაც გავაანალიზებთ, ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, ეს ადამიანი ამოისუთქებს და მიდის, მაგრამ ეს მსუბუქ შემთხვევებში არის. ამის მერე მოდის ჩვეულებრივი მსუბუქი ტექნიკები, ამოცანა არის ერთი. გავწყვიტოთ ნეგატიური ემოციური ბმა ამბავთან, რომელიც ირაციონალურში დევს. ანუ აპრიორი ეს გაწყვეტა არის ჩვენი კურნალობის დაწყების პირველი ნაბიჯი, ხო? ეს ტრავმა, რომელიც ირაციონალურში ლიმბურ სისტემას რო შენახულია იმისთვის, რომ გაგაფრთხილოს, უბრალოდ ხანდახან რო სულელურად გაფრთხილებს ხოლმე და ვერ ამჩნევს განსხვავებას და დროსა და სივრცეში შევარეულია, ამ ამბის ადგილი მარცხენა ნახევარსფეროში ცარიელია. გადაიტანო ფაზი ცარიელია, ხო? ამას უნდა მოკიდო ხელი და აქ გადაიტანო. აქ რო გადაიტან, ეს ჭკვიანია უკვე, რაციონალურია, ჰიპოკამპუსი მარცხენა ნახევარსფერო რაციონალურია, ჭკვიანი და იცის, რომ ის ძაღლი, რომელიც 20 წლის წინ გამომეკიდა, აღარ არსებობს. ეს სხვა ძაღლია და ამის ნუღა გეშინ, ამან ეს არ იცის. ეს ვერ ამჩნევს განსხვავებას. აშლის უნარი არა. აშლის უნარი არა. საბოლოო აშლის უნარი. მე ძალიან ვიხლები აი ამ კონკრეტული ტექნიკის გაკეთებისას. როდესაც ის გადმოგდა, ხო. და ადამიანი წვეთს შეიძლება გაჩნია რა გინდა. გინდა წაიშალოს, გინდა გაიბლაროს თუ გინდა გახსოვდეს, მაგრამ მასზე ნეგატიური ემოციები აღარ გქონდეს. ისე რა ჯობია ჩვენი ტრავმები გვახსოვდეს და იყოს. ჯობია გახსოვდეს და ნეგატიური ემოციური კავშირი აღარ გქონდეს. ხო, და გაკვეთილად იღებ. მარტივად იღებ ამას გაკვეთილად, ხო, NLP-ში გვაქვს რო არ არსებობს შეცდომები, არამედ არსებობს უკავშირი. ხო და აი ეს მირი ერთხელ ტყლაპოში ფეხს რო ჩაადგავს, იმ ტყლაპოს შემდეგ გვერდსულის და ჩვენ რატო ვერ ვსწავლობ? რა თქმა უნდა. და ყველაზე მნიშვნელოვანი ასევე რაც არის რისი და ანუ როდესაც ამ ტრამებს შლი, აი ეს ნერვული ისტერია თავისით მიდის. და როდესაც ამ ტრამებში უკვე ფსიქოსომატური დაავადების გამოხატულობა თორე, ნუ თან კურნალობს ადამიანი, თან ამას შვება და იმის პრევენციული ღონისძიებებია იმასთან დაკავშირებით, რომ ანუ ეს აღარ განმეორდება,
ანუ რა ტრამვაც იწევდა ამას ანუ ამ წრეში ჩემი ტვინი აღარ მოხდება ამ ნეგატიურ წრეში. იმიტომ რომ აი ეს ნერვული ტრამვები, რომელიც ლიმბურ სისტემას და ირაციონალს დაჭერილი ყავს, ხო, აი ეს გადაუმუშავებელი ინფორმაცია, რა შეიძლება იცით, ახელოვნურებს ადამიანს ცვლის. ანუ მისი ქცევები არ არის ნამდვილი. ხო, მაგალითად მალავს რაღაცა. მაგალითად თუ მე არასრულფასოვნების განცდა მაქვს და ამის გამო მგონია რომ ყველა ხალი მიმატოვებს ვერ შევდივარ სტაბილურ ურთიერთობებში. იმიტომ რომ წინასწარ უკვე შეშინებული ხარ. ხო. და როდესაც არასრულფასოვნების განცდის მქონე, რამაც ჩემში არასრულფასოვნების განცდა დაბადა, იმ ტრამვებს მოვკიდებთ ხელს და მარცხენა ნახევარსფეროში ანუ გავანეიტრალებთ, ამ შემთხვევაში მე არასრულფასოვნების განცდა არ მაქვს და შევდივარ ურთიერთობაში. მაგრამ ურთიერთობაში რო ვერ შევდივარ, ეს არ არის ნამდვილი. ჩემი მაგალითი მინდა, აი უბრალოდ მართლა კითხავ. მე მაქვს არასრულფასოვნების განცდა და ხშირად უფრო ქვემოთ ვიდრე საჭიროა. ნუ ეს თალკე თემა ალბათ სამკურნალო ვარ, მაგრამ ყოველდღე მიწევს გადალახვა ამ ჩემი რაღაცა სირცხვილის, ჩემი თავის დედას გეფიცე მივხვდეთ იმსა რომ გუში ვითვლით რამდენ წლიანი გამოცდილება მაქვს ტელევიზიის 36 წელი ტელევიზიაში მუშაობდა. მე რომ მკითხო ლაპარაკი არ ვიცი, ძალიან ცუდად ვიცი ამის მოტანა. მე რომ მკითხო იმდენი მინუსი მაქვს და ვერასოდეს ვერ ხსნი რატომ მუშაობ აქ. ამას ვერც მოვერია ამდენი წელი. ალბათ არც მიცდია. მართლა აი გულწრფელად ვარ. როგორ არ გიცდია? ყველა ეთერში შემოსვლის წინ ცდილობ. მაგას გეუბნები ყოველდღიურად ვცდილობ ამას და რა არის? ესე იგი რაღაც არის. ხო, შენ წარსულ ცხოვრებაში, რომელიც ამ სიგნალს ყოველდღე გაძლევს. უბრალოდ საქმის სიყვარული იმდენად დიდია, უბრალოდ იცოდე, რომ მაგის გადალახვაში რა ენერგიაც ყოველ დილით, ან ყოველი ეთერში შემოსვლისას გეხარჯება, ამ ენერგიას ფლანგავ. და რა ვქნა, როგორ მოვერიო ამას? ხატო ფლანგავს, ამისთვის იყენებს საქმისთვის. არა, მე ხა ფსიქოსომატიკაზე მიყავს. ფსიქოსომატიკაზე მიყავს. სად შეიძლება ამან დამარტყას? მე აი ამ ყოველდღიურად თუ ერევი, ვერავი კი. თუ ერევი შეიძლება ჯერ ვერ დაგარტყას. თუ ერევი. თუმცა შეიძლება ქცევით გამოხატულებაში იყოს. მაგალითად, ზედმეტად თავისუფლად იქცეოდე იმის შესანიღბად, რომ დაუშვათ, ანუ შენზე არ ვლაპარაკობ. არა, მე თან ჩემ თავზე ვფიქრობ პარალელურად. შენ ჩაეწერე საკი. მიხდი, მაგრამ სადღაც, ანუ რატო დაატარებ მაგ ღუზასთან? სადღაც რაღაც კონკრეტული უსიამოვნო ფაქტი, ან მარცხი, ან დისკომფორტი არის მომხდარი. შეიძლება საერთოდ შენ ბავშვობაში. ხო, ნუ ალბათ. არა, მახსოვს რაღაც ინციდენტები, რამაც მე მაფიქრებინა გადამოწმებადია. გადამოწმებადია, ხვდები? ანუ ყველა ნეგატიური ამბავი არ არის ჩვენში ღუზად ჩარჩენილი. ეს ჩვენი მხრიდან გადამოწმებადია, ანუ ყველა და თქვენ შეგიძლიათ გადამოწმოთ ერთი კონკრეტული, ახლა შეიძლება ეს სიმპტომი არ დაემთხოს, მაგრამ მე მაინც იყოს. ნახე, ზედაპირზე ხელის გულზე რაძდებს გადამოწმებადი არის, რომ ამ ამბავს როცა იხსენებ, ჯერ კიდე ნეგატიური ემოცია მოგდის. ხო. თუნდაც მცირე. ეს ნიშნავს, რომ უეჭველი ღუზა. ხო. შეიძლება უბრალოდ იხსენებ და არ აგაკ ემოცია საერთოდ. როცა იხსენებ და ემოცია არ აგაკ, ეს ღუზა. შეულებრივი გახსენება და ეს ღუზა არ არის. მაგრამ ზოგჯერ ეს იმდენად კარგად შეფუთულია ხოლმე და ელოდება ამბავს, მსგავს და მაგას ჩვენ ვარქმევთ ხოლმე ტრიგერი წამოედო ღუზას. მარტივად. ხო, დავარდა. ტრიგერი წამოედო ღუზას ნიშნავს იმას, რომ გარეგანი გამაღიზიანებელი მოვიდა და აი ის რაც რისთვისაც ქონდა შენახული, ამაზე ეს ადამიანი აფეთქდა. მკურნალობა საკმაოდ ესეთი, როდესაც ნერვული ისტერია მხოლოდ იმას ვეძებთ, გამომწვევ მიზეზებს, ხოლო როდესაც ფსიქოსომატური უკვე დაავადება, ანუ ფიზიოლოგიურად გამოხატულია. უკვე რაღაცა მჭირს, დიაგნოზი მაქვს. შეიძლება სამგვარი იყოს. გააჩნია სამგვარს რას გულისხმობ. გარკვეული ტიპის ფსიქიატრიული ჩარები, ანუ ფსიქიატრიული ჩარები ცუდად არ გაიგონ. გარკვეული ტიპის მედიკამენტოზური, რომ მე დაწყნარებული იმჭირდება. გონება, ხო. ფსიქოლოგიური ცხადია და ნუ, რავი, შესაბამისი ექიმი თუ უკვე დაავადება წასულია ორგანულ დონეზე, ფიზიოლოგიურ დონეზე. ისა სულყოფი ამ ამბავს არ მეზრდება, იმიტომ რომ ეს არის ჩემთვის სასწაული, ჩემს მეგობარს ჰქონდა კიბო. მარცხენა ძუძუში უფრო ბევრი კვანძები და მარჯვენაშიც, ანუ ორივე ძუძუ მოჭრის კანდიდატი იყო, ასე ვთქვათ. ნუ რატომღაც არ დაიჯერეს ცხადე როგორც ხდება, ხო იცი, გინდა რომ არ ქონდეს წავიდნენ სხვა ქვეყანაში გააკეთეს ანალიზი, იქაც იგივე დაუდასტურეს, შემდეგ უკვე გერმანია იყო ბოლო ქვეყანა როგორც მახსოვს და
ეს გოგო ძალიან ცუდ ფსიქოემოციურ მდგომარეობაში იყო და ფსიქოლოგი მოითხოვა. და ფსიქოლოგმა უთხრა რომ მოდიო რას კარგავო ცოტა ხანი ჩემთან იარ და ოპერაცია გადავავადოთო და მიუდგა ფსიქოსომატიკის დამოკიდებულებით როგორ ნათქვა რახანო მარცხენა ძუძუ გაქო ესე კი კაცის განმოყენებული პრობლემა გაქო რაღაც გადაუმუშავებელი რამაც შენ ძუძუში კიბოგანავით არაო მარჯვენა ქალის განმოყლებული და მოკლედ დაიწყეს თერაპია და ბოლოს აღმოჩნდა ისე რომ ეს გოგო საოპერაციო საერთოდ აღარ იყო მთელი სიამა გაკრული მე არ მახსოვს ეხა უბრალოდ რა როგორ შეიძლება ამდენი გახსოვდეს რა იურისტსაც არ ახსოვს ყველა კანონი უბრალოდ ახსოვს სად შეიძლება მოძებნოს მთელი სიამა გაკრული რა რისი უნდა წამომეყო რა კიდე ხომ მოხვალ დაგვირდი კი ბატონო კი უკვე ამ სიით რა რისი გამომწვევი შეიძლება იყოს და რა როგორ და რანაირად იყოს საიდან გამომდინარე საიდან შეიძლება ვეძებოთ ოღონდ კიდევ ერთხელ ამისი დასკვნა შეუძლებელია ეს კითხვა პასუხის რეჟიმში როდესაც ანუ ბევრი ეჭვი ხო გაქვს მე ნელ-ნელა დაწურავ და საბოლოოდ მიხვალ რამოდენიმე როცა რამოდენიმეზე მიხვალ მე უკვე იქ გადამოწმებადია რა ჭირდება ამას ყველაზე მინიმუმი და ყველა მაქსიმუმი ყველაზე ხშირი შეკითხვა არის ხოლმე რომელზედაც პასუხი არ თუ ფსიქოლოგი გეტყვის რომ მე ვიცი შენ რაც გჭირს და მე შენ 10 სესიაში განკურნავ ჩაყალე რომ გატყუებს მაგ ფსიქოლოგისგან ხო გამორიცხული ხა დაგეგმილი როგორ იქნება მათემატიკა ხო არ არის 6 თვეზე მეტი არასოდეს არავინ არ მყოლია მაგ თქვენი გამოცდილება გითხეთ ამიტომ 6 თვეზე მეტი მაგრამ მარცხი არ ხონიათ ჯერ არა მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მაგარია არა ალბათ როდესღაც რაღაცა აუცილებლად იქნება მაგრამ ჯერ არა რაც გვიან უგედეს კაი ანუ ერთი რაც მივხვდი ხო პირველი რაც მივხვდი თუ კი რაღაცა სიგნალს გვაძლევს ჩვენი სხეული რაღაცა სიგნალს თუნდაც თავის ტკივილს რომელიც არ არის ორდინალური რომელიც პერმანენტულად გრძელდება არა ჯერ გავიაროთ ყველანაირი ფიზიოლოგიური ბიოლოგიური გამორიცხოთ და შემდეგ მივიდეთ თერაპევტთან კი ბატონო და შენი თავის თუმცა თერაპევტთან მაინც შეიძლება მისვლა ანუ როცა უკვე დაავადება არის ფსიქოსომატური დაავადებაშია გადასული მაინც შეიძლება თერაპევტთან მისვლა გზადაგზა თუ რაიმე გაწუხებს თუ ბევრი თუ ეჭვი გაგიჩნდა რომ გადაუმუშავებელი ტრამების ამბავია რა ხო და აი მაგას ხო თერაპევტამდე შენ თვითონ ხო შეგიძლია რომ ფიქრებით რაღაცა ქნა აი რომ მარტო შეთავთავრჩები და მარტო შეთავთავ ჩვენ ახლა მაგითო საუბრობთ რომ ვიღაცები დაფიქრდნენ რატო რა ტკივა იმიტომ რომ მე ხო მაგას ჯერ ვერ გამოვიცნობ არ ვიცი მაგრამ ხო ფიზიოლოგიური როგორც წესი იშვიათად თუ ეს არ არის ხანგრძლივი მუდმივი ხო წვეთიც თუ დაეცა ქვას შეიძლება ჩახვრიტოს ხო 100 წლეულების განმავლობაში თუ ეს არ არის ხანგრძლივი და მუდმივი ეს ნერვული ისტერიაში რჩება და არ გადადის ფსიქოსომატურ დაავადებაში ზაზა აი თუ ადამიანი ბავშვობიდან გაცნობიერებული აქვს ეს ჩვენი სფეროების ამბავი და სულ ცდილობს რომ მარცხენაში არ დატოვოს თუ მარჯვენაში გადაუმუშავებელი და სულ ტვინი კონდეს დალაგებული ხო ის ჯანმრთელად იცხოვრებს მთელი მისი ცხოვრება ვიდრე რესურსი აქვს ფიზიკურ შეუძლია ამის კეთება მაინტერესებს ხო შეიძლება რომ აი დაიციკლოს ადამიანი და დაიწყოს მარტო ამაზე მუშაობა როგორ გაათავისუფლოს მარჯვენა სფერო ბავშვობიდან მაგას ვერ იცავს თანიკო ვერა შანსი არ არის ფსიქოლოგია ბავშვობა მოზარდობაზე იმიტომ აკეთებს მაგხელა აქცენტს რომ იქ ძალიან ღიაა ყველაფერი და სიხარულის და მწუხარებაც ის ძალიან ღრმად მოქმედებს თუმცა თუ ბავშვობაშივე მიუსწრებთ 13-14 რო იწყება ხო ესეთ პერიოდი თუ მიუსწრებთ მალევე გამოვიყვანოთ მდგომარეობიდან ანუ არანაირი ტექნიკური ჩარევა არ გჭირდება ისე შეიძლება გამოიყვანო მდგომარეობიდან მაგრამ თუ ეს არის რაღაცა 15-20 წლის წინანდელი მე უკვე გარკვეული ტიპის ტექნიკები გჭირდება ხო და კიდევ ერთ ბავშვობას მინუსი ამ შემთხვევაში ის აქვს რომ ძალიან მალე მოქმედებს ღრმად ჩადის დაუშვათ გარკვეული ტიპის ტკივილები იმიტომ რომ მაგ დროს ძალიან გრძნობიარე და ღიაა მაგრამ თუ ბავშვობაში მიუსწრებ პლუს ისე რომ იქვე მოაგვარებ მაგიტომ უნდა ყველა სიტყვას დაკვირვება აი მაგასაკამდე როგორ მიყავს ბავშვი რომ აი ეს ტერმინები რომ შენ ეს ხარ და შენ ისეთი ხარ და ის რა მაგარია და ეგენი არის ყველა საშინელება ეგ არის შედარებები ხომ გეუბნებოდი რაღაცა შენიტოლა რომ ვიყავი
რა ვქნა ამბავს რა უყო არაფერი არ შველის ანუ ვითომ შევილაპარაკებ და იმას რომ მოდი ვაღიაროთ რომ აიყვანეთ ეს ბავშვი მე კი მაგრამ მოდი ვაღიაროთ რომ ეს თუ წესიერად არ მოიქცევს ბავშვს სახში ჩაგაბარებ მაგას ჩვენ ვერ დავძლევთ და ერთი მინდა ვთქვა ასეთ მდგომარეობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სიტყვა სხვა ადამიანს როცა ჩვენ შფოთი გაქვს ვერ ხვდები წნევა რატომ გაქვს როცა კლინიკურად ჯანმრთელი ხარ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დამოკიდებულებას როგორ გექცევიან გარშემო ხო ანუ ოჯახის წევრების მაგალითად და დავასრულოთ იმიტომ რომ ეს არ იყოს კიდე დამატებითი საკვები მისი. ხო. ანუ თუ იგივე გარემოში CBT ზუსტად მაგაზე არის ორიენტირებული. თუ იგივე გარემოში აგრძელებ მუშაობას, რამაც ეს აკიდა, მაშინ მკურნალობის პერიოდში არ მიყვარს, როცა მკურნალობას ვარქმევ მას. მკურნალობის თერაპიის გამოჯანმრთელების მოდი ესე ვთქვა. თერაპიის პერიოდში ჯერ ერთი იმ ვითარებას ერიდები, ან იქ ახლობლებს ეუბნები, რომ ცოტა ხანი წყნარად, იმიტომ რომ როგორი რაღაცა იცი, რომ ადამიანი როდესაც მოდის, ეს ღუზები ხო დაკაფსულებულია თავისთვის არის და ტრიგერს ელოდება რა, გარეგან გამაღიზიანებს და შენ თერაპევტი იწყებ ამათ ყველას გახსნას. ან უფრო მგრძნობიარე და უფრო დაუცველი ხარ მაგას. პირველი ერთი კვირა შეიძლება უფრო ცუდად იყოს. მესმის. მიხდი და მე იწყება ან მე ბლოკებად ყოფ. ასეთი გამოცდილებაც მქონია, ამიტომ ბლოკებად დამიყვე და მოდი ჯერ ბავშვობას მიხვდები, მოდი ჯერ ურთიერთობას მიხვდები, მოდი ჯერ დედას მიხვდები, მოდი ჯერ მამას, მოდი ჯერ მასწავლებელს ხვდები, რომ დანარჩენებს როგორმე არ შევეხო, მაგრამ ხანდახან იმდენად გადაჯაჭვულია ხოლმე ეს ერთმანეთზე მასწავლებელმა უყვირა და მამის მხარდაჭერის იმედი ქონდა და მამამ მხარი არ დაუჭირა. და ამან მე გამოიღო. ორივე ღუზა გაიხსნა ამ ამბავს რომ მიყვება. მიხდი და რთულია. ამიტომ მე უკვე მდგრადობაც უნდა გამოუმუშაო. შეიძლება ადამიანი მოვიდეს, რომელიც სუსტი და დაუცველია და თავდაცვის მექანიზმი აქვს, რომ ჩაკეტილია. ხო. და შენ გარკვეული ტიპის ღუზები მოუხსენი და ეს ჩაკეტილობა მოეხსნა. და ღია და კომუნიკაბელური გახდა, მაგრამ ისევე სუსტად გრძნობს თავს. არა, დამცველობითი ფუნქცია არა. ისევ დარტყმები ექნება და ისევ ჩაიკეტება და იტყვის რომ ფსიქოლოგმა უარესი მიიქნა. ამიტომ ეს უნდა შეატყო, ჯერ მდგრადობა ჩამოუყალიბო და მერე უნდა გაახსნა. ვი რამდენი შრომა მაგრამ რა უნდა ვთქვა რა ერთადერთი შეკითხვა მაქვს სულ აი როცა თქვენ განსაკუთრებულად მოდიხარ და სტუმრად ყავხართ აი სულ ვიწყებ ფიქრს აი ამ ჩემს რაღაცა ბავშვობაზე იგივე მასწავლებელი მშობ აი სულ მაქვს აი პირდაპირ პასუხი რომ მე ეგეთი არაფერი არ მაქვს და კიდე კარგი რომ მე ტრამვები არ მაქვს ბედნიერი ხარ თუ არ გაქვს ხომ არ არის ეს ყველაფერი რაღაცის გაქეკვის შიში ან რაღაცა შესაძლოა ეს იყოს შესაძლოა არ კონდეს შესაძლოა გაქეკვის შიში იყოს ყველა ვარიანტი შეიძლება რომ კონდეს აი ესეთი პასუხი რომ არ არის ჩათვალე რომ არ აგაკ რამაში რა გაქეკვა გასულ არა მიუხედავად იმისა რომ ისეთი ბავშვობა გქონდა რომ სუსტად ეს ტექსტები რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ ძალიან ბევრი იყო შენაერი ადამიანი რომ მოვიდეს და რაღაცა ყოფით დღევანდელ პრობლემაზე გამესაუბროს რომ ვილაპარაკებთ ლაპარაკის პროცესში მე უკვე უნდა გამიჩნდეს ეჭვი სადრახტებ სადმე რამე ხომ არ იმალება თუ მე ეს ეჭვი არ გამიჩნდა შეიძლება ერთხელ მაინც ჩავიარო შენი ბავშვობა მოზარდობის ამბავი, მაგრამ ანუ ფსიქოლოგი ხო არა, ანუ სტანდარტული ეს დაშტამპული რაღაც ფეხი-ფეხზე გადადებული წიგნის თაროიანი სათვალიანი ფსიქოლოგის დრო წავიდა. თუმცა ტელევიზორში გადადებაც უყურს სათვალეს და წიგნებიც მაქვს. ამის დრო წასულია რა. ანუ ძალიან ბევრი ინტუიციური მიდგომებიც ძალიან ხშირად უნდა ქონდეს ფსიქოლოგს, რომ ხედავდე, გრძნობდე, ეჭვი ქონდეს, რაღაცა ამოიჩემო, რომ აი მაგაში ანუ რომ მოყვები სადღაც რაღაც არაცნობიერი წამორწყმა მაინც გექნება მოყოლის. ყველა შემთხვევაში ხო ზაზა? სადაც შეიძლება რაღაცა ეჭვი გამიშდეს. თუ არ გამიშდა, ერთხელ მაინც კიდე გადავივლი, თუ გინდა, თუ არ გინდა და მეტყვი რომ არა, ამ შემთხვევაში პირობითად ვამბობ. თუ მაინდა-მაინც მეტყვის რომ არაფერი არ ჭირს შეიძლება თავი დამანებე ამ ყოფით პრობლემის მოგვარება მინდა და წავიდი ახლა მე კარგად იყავი, ცხადია მაგ დროს ვერ დავაძალებ. მაგრამ თუ რაღაცა შევთავაზებ რომ მოდი კიდე ერთხელ ჩავიაროთ და всё. ზაზა, აი ბოლო კითხვა ძალიან მოკლედ. ყოლია პაციენტი არ ვიცი, მომხმარებელი, რომელიც მოსულა და შენ გითხოვს რომ არა ძმაო, შენი ადგილი ჩემთან არ არის. არა. ეგეთი არ ყოფილა. და უკვე რომ მიდიხარ უკვე უნდა მიხვიდე ესე იგი, წვიდა ხო არ მიდიხარ? არ ვიცი, რა ვიცი, მოკლედ დიდი მადლობა გაგვიქცადო. მადლობა თქვენ. მე არ მოვალ. დაგვირდი რომ კიდე მოხვალ. აუცილებლად. იმიტომ რომ ძალიან სასარგებლოა გადაცემის ეს ნაწილი ხოლმე ალბათ ჩვენი აუდიტორიისთვის, რომელიც მრავლად ყავს. მადლობა კიდევ ერთხელ რეკლამის დრო. მადლობა თქვენ. დიდი მადლობა. მე და ვილი დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ეს არის 6 თვის ვილი. არა, როცა ვილია აქვს და მისი არა.
ყველაზე მთავარი ვილი, სანიორი. ჩვენი სტუმარი დღეს არის ანა, რომელსაც მოყვანილი ყავს ორი როტვეილერი. ანა, ხელში ყავდა ორივე აყვანილი. ორივე აყვანილი. ანა არის ზვია ჩიხლაძის სტუმარი, ასევე ნატალია. ჩვენ ვისაუბრებთ როტვეილერებზე, თუმცა ვიდრე საუბარს დავიწყებთ თემაზე, უნდა გადავიდეთ ჩვენს თანაწამყვანთან კიდე ერთთან, ტამანგოსთან, რომელიც არ ვიცი საიდან გვერდება, მაგრამ ვიცი რომ ძალიან საინტერესო ადგილი აქვს ჩვენთვის შერჩეული. ტამანგო გამარჯობა ჩემო ძვირფასებო, მოგესალმებით. მე ვიმყოფები ქობულეთის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ აჭყვისთავში, კერძოდ კი სტუმრობ რომანაძეების უსაყვარლეს ზღაპრულ ოჯახს, რომელთაც ნახეთ, როგორ ლამაზად აქვთ ბაღი მოწყობილი, მათ შვილიშვილებს ბებია და ბაბუა ასწავლიან, რაც მთავარი არის ცხოველების სიყვარულს, ერთ-ერთი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში, მათთან მეგობრობას და ურთიერთობას და ამ ლამაზი გარემოს ფონზე ახლა მე მინდათ გაგაცნოთ ეს არაჩვეულებრივი ოჯახი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. აბა ქალბატონო მზია, მოგვიყევით ჯერ როგორ გაჩნდა იდეა რომ ეს ბაღი თქვენ და თქვენს მეუღლეს ასე ლამაზად მოგეწყოთ შვილიშვილებისთვის და მერე გავიცნოთ ჩვენი უსაყვარლესი ცხოველები. ბატონო, პირველ რიგში მივესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს. თქვენს მაყურებლებს, მთელი მედის გუნდს, უღრმესი მადლობა რომ არასოდეს არ მომივიდოდა აზრად თავში, რომ ასეთი ტელევიზია დაინტერესდებოდა ჩვენი ეზოთი, ჩვენი ცხოვრებით, უღრმესი მადლობა ამისთვის. და რაც შეეხება ის ჩვენ ჩანაფიქრს, ეს იყო ჩემი ბავშვობის ჩანაფიქრი, რომ ყოლოდა ეზოში, აი გამომდინარე იქიდან რომ უყურე თითქია და 7 ჯუჯა. აი ამ კინოდან ხო იცი გოგოების ბავშვობაში პრინცესა რაღაცა და მინდოდა ეს ჯუჯები, ეს პრინცესა ყოფილიყავი და ასეთი რაღაცა და ვერ ავისრულე ეს ბავშვობაში და ავისრულე აი სიბერეში. და ასე ლამაზად კი, ასე ლამაზად ავისრულე შვილების დახმარებით, რა თქმა უნდა, მადლობა მათ და დახმარებით პირველ რიგში ჩემი მეუღლის დამიდგა გვერდში. და ეხლა პატარებიც მიდგანა გვერდში. გაიხარეთ, აი ნამდვილად ლამაზი გარემოა. ბავშვებო, თქვენ აბა გაგვეცანით, რა ქვიათ, რა ქვია? ნიცა. რამდენი წლის ხარ ნიცა? 11-ის, ხო? აქ მეგობრები ალბათ ამოყავთ და ერთ ამბავში ხართ და ცილქობთ და თამაშობთ, ხო? დიახ. დიახ, ძალიან გიყვარს აქაურობა, როგორც მივხვდი. დიახ. გაიხარე. აბა შენ დაიყო გაგვაცანი, შენ რა ქვია, ჩემო ძვირფასო? ნიტა. ნიტა და როგორც ვიცი, ერთ-ერთ ლეკვს რაღაცნაირად საყვარლად დაარქვით სახელი და ეს ისტორიაც მოგვიყევი, აბა? ბავშვობაში მამამ ჩამოგვიყვანა ლეკვი და ვერ ამბობდა სახელს ლეკვს და ვეკის ამბობდა და ბებო და ბაბომ გადაწყვიტა გოშა დაარქვას, მაგრამ გოშას დაძახილზე არ მოდიოდა, ვეკის დაძახილზე მოდიოდა. შენ გენაცვალე მე, შენ რამდენი წლის ხარ? 11. ო, მეც მაგარი ვიკითხე, ტყუპები არიან, შენ რამდენი წლის ხარ მეთქი. კარგით, ბატონო რევას, თუ შეიძლება ახლა გადავინაცვლოთ და ჩვენი უსაყვარლესი ცხოველები გავაცნოთ ჩვენს მეგობრებს. განსაკუთრებით ახლა ზვია ჩიხლაძეს უნდა მივესალმოთ და უნდა გავაცნოთ ეს არაჩვეულებრივი უსაყვარლესი ცხოველები და როგორც ვიცი, მგელძაღლიც ყავს ჩვენ. აბა ეს ვინ არის? ეს მეცხოვე, აფიქსე. ეს არის მეცხოვე, ბათურა სახელად 2 წლის. ძალიან 2 წლის არის. თვინიერი არის, ძალიან თვინიერი არის. არ არის აგრესიული. კვირაში ერთხელ ვასერინებთ. გამოვყავს, ისე არ არის საკეტილი. ასეთი. მეორე, აბა წავიდეთ მეორე გავიცნოთ. ეს როგორც ვიცი მგელძაღლია, ხო? ეს გელძაღლა, პასპორტში წერია ჩეხური აუჩარკა. შემოყვანილი არის გამოვიწერე ჩამოსული არის ლანსიდა, რუსეთიდან. დედალი და მამალი. კი ბატონო. აბა ეს ლუცი სახელად არის 5 წლის. 5 წლის. 2 წლის, 5 წლის და იქითაც ყავთ, როგორც ვიცი. აბა გადავინაცვლოთ აქეთ. ბიჭია. ეს არის ბიჭი. აბა ამაზე მოგვიყევით. შევდივართ, ბავშვებიც შედიან, არ არის აგრესიული. არის როგორც ლაიკა, ხასკა, იმ ხასიათის საღლები არის. გელძაღლა სახელი ქვია ზოგს ეშინია, მაგრამ ძალიან თვინიერი არიან, ძალიან თვინიერები. ბავშვებთან ურთიერთობაში. კი, შედიან ბავშვები, ეფერებიან, კარგად. მან ბიჭს გამოყავს, მეც გამოყავს, ხანდახან კვირაში ერთხელ ვასეინებთ. სულ ჩაკეტილი არ გვყავს. და როგორც მივხვდი თქვენ ამას გარდა კიდევ ელფი და ლუცი. ამას ელფი ქვია, იმას ლუცი. 5 წლის არიან. გვიყვართ ცხოველები და ყველას ურჩევო, იყოლიონ, მოთხოვა მეგობრები, ძალიან ბედნიერები იქნებიან. ნამდვილად, როგორც ვიცი, კიდევ ყავთ სხვა ცხოველები და კიდევ აპირებთ მოშინაურებას. პატარა ზღაპარი გაქვთ, მოკლედ, აქ რო ვთქვათ, აჭვისთავში. ხაც კიდე კატები ყავს, კატები ყავს, ბავშვები ულიან, ეს სიამის კატა და თურქული ანგორა. ძალიან კარგი, ძალიან. გვიყვარს ჩვენი სოფელი,
ვალამაზებთ და გვინდა რომ ცხოვრება ჩქეფდეს სოფელში. გაიხარეთ, როგორც ასე თქვენ ხართ ზღაპრულად და ზრუნავთ თქვენი შვილიშვილებისთვის და ეს ბაღი როგორც მოაწყვეთ, ასეთ ცხოვრებას გისურვებთ ყოველთვის თქვენ და ჩვენს მაყურებელს ასე ზღაპრულად და ასე ლამაზად ყველაფერი კარგი მინდა გისურვოთ და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით, გვიყვარდეს ცხოველები და ვიმეგობროთ მათთან. დიდი მადლობა. დიდი მადლობა დამანგო, დიდი მადლობა ოჯახს და მოკითხა გადაეცით ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფისგან ჩვენ კი ვაგრძელებთ. ზუსტად ოჯახში ყავდათ 5 ძაღლი და კიდევ 2 კატა ქობულეთში, ასე უბრალოდ იმიტომ რომ გაალამაზონ სოფელი. მე მგონი კარგი წამოწყებაა, ხო? კარგი, დაუბრუნდეთ ჩვენს სტუმრებს. ჩვენ საქმეს მივხედოთ. კარგი. ნატალია ზუიადაძე, ასევე ანა, 2 როტვეილერი, სახელად ერთს ვილი, მეორეს რა ქვია? ვილი. აჰა, ვილი და დღეს ვისაუბრებთ ზუიად ზოგადად ამ ჯიშზე, ხო? როტვეილერებს. მითები დადის. მითები დადის, რომ ძალიან ბევრი მითი დადის კი და სხვათა შორის სიმართლე რო ვთქვათ, უსაფუძვლოთაც არა. იმდენად შეიცვალა, ვთქვათ, ის როტვეილერები რაც იყვნენ 25 და 30 წლის უკან და სხვა ტიპები გახდნენ დღეს, ხო? ძალიან ისეთი მოკლედ კარდინალური განსხვავება არის. უწყაპული ხეს რეინა. რომელმა დაასკაცუნა თითი რომ აი ეს თითი მინდა ნანუკას დაუგდო. ის გავაკავე. რომელმა თითი, მაგრამ რა ანუ დროსთან ერთად აგრესია გაქვს რა მათში, თქვათ, ის ინსტინქტი რაც ქონდათ რაც იყო საშიში. ზოგადად მიიჩნევა და რაღაც ხალხში მუსრიებს ეს აზრი და ალბათ ძველი გამოცდილებიდან რომ არის საკმაოდ ისეთი აგრესიული ძაღლი. უიმე. სინამდვილეში დღევანდელი რეალობიდან აი ნახავთ, პატარა ანაზგაზრდილი არის ორივე. თვითონ ავარჯიშებს უვლის, ჩართულია მთლიანად ამ პროცესში, არის უერთგულეს ჯიში, ძალიან კარგი ტიპები არიან, ძალიან კარგი კომპანიონები არიან, ერთგულები არიან და სხვათა შორის, ანუ მანდ გასაყოფი არის აგრესია ერთია და პატრონის დაცვა მეორე. საჭიროა მაშინ მოქმედებენ ისე როგორც უნდა იმოქმედოს. მე ვიცი ეს რაღაცა აღარ შეგეწყვეტნებთ. თვალით არ ყავდა არც ერთი ნანახი, მოვიდა ორივე, ჩემთან მოვიდა ორივე, მომახდა ლოკა, მეფერა და რა ვიცი, დამაჟდნენ თავზე დამის. ძალიან კეთილი ძაღლები არიან. კეთილებია, მაგრამ გარდა ამისა, ვიდრე ნატალიას კითხავთ საშენზე, ანა, შენ ისე პროფესიონალურად ექცევი ამ ხელა ძაღლებს. მოტანილი აქვს საკვები, რომელიც წელზე უკიდია და პატარა ფორიაქისას ანა ძალიან მშვიდად აჭმევს, რომ დაამშვიდოს. ანუ შეგიძლია ხო მათი მართვა, ურთიერთობა მაგათთან? ორივე შენი გაზრდილია? აი სადუდებს საჭმელი ახლა. მომზადებული არის მოსული. წარმოდგენაც არ მინდა, ანას მინდა რომ ახლა გავწყლიტო და მივიხუტო, ესენი რა შეიძლება და შეხედე, აი ორივე დააბურა ანა. რა უნდა დამართო რა? ნატალია. შეიძლება რომ რაღაცა მოეჩვენა. გადავედით ახლა ამ კონკრეტულად ამ როტვეილერზე ეს არის თქვენი საშენის, ერთი არის 6 თვის, მეორე 15 თვის და ორივე არის უზადო პასპორტის თუ დოკუმენტების მფლობელი, ხო? ანუ სხვათა შორის რეინა არის აქაური საშენის ატევარი, ძალიან სერიოზული საშენია, მაჩუკესეს ძაღლი, ზრდი და ვამაყობ რომ ჩუკეს. ეს ვაჟბატონი ჩამოსულია პირდაპირ გერმანიიდან. ეს ისეთი ევროპაში ძალიან ცნობილი საშენია. იყო ქართულად უთხარ ვერ გაიგო. კი. შეიძლება. კი, იმიტომ რომ ვეცებ, საერთოდ კიდე 2 მყავს, ისინიც არიან ევროპიდან ჩამოსულები, საინტერესო ნუსხით, საინტერესო ხაზებით და ვეცებ, რომ 2 ძუ და 2 ხვადი მყავს, რომ იყოს ლინეინა რო იცახიან, ხაზი გაგრძელდეს მოკლედ. ხაზი გაგრძელდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ისე არა, რომ აი ვიღაცა დადის ქუჩაში, შეხვდა ძუს მოდი შევაჯვა და ну ეს არ შეიძლება. მაგრამ ზირთა შემთხვევაში მაინც ესე ხდება. შენი რა ხალია, ხმადია ძუ. ამიტომ არიან ესეთი ფსიქიკიც, რომ სწორი აღარ არის საწველი, გამოდით ხატო. ანაზე წვანან ძაღლები. მე გამაგებინე ზვიად ეს სპეციალურად ჩემთვის მოაწყვე თერაპია. ზურგით არიან შენთან. ზურგი და ზაღეფათო არ არის. რო ადამიანებს ვაჩვენთ აი მართალი თქვა ნატალიამ ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ არამხოლოდ როტვეილერებში, ასევე სულ ცხენი იყოს, ძროხა იყოს, ღორი ნებისმიერ ცხოველში სწორი სელექცია.
ერთი პერიოდი ხო გიამ დააპირა მგონი ვირების მოშენება და მე გახსოვს რომ მიიღო გაანება თავი სტუდიებში რო შევარდებოდა ვირით მნიშვნელოვანია და აი ზუსტად სწორი მოშენებით ვიღებთ ასეთი ხარისხის ზაღლებს, ასეთ ფსიქიკის ზაღლებს, რომელიც სულად უსაფრთხო არიან, რა თქმა უნდა, პატრონისთვის, ბავშვებისთვის და უცხო ადამიანებისთვის. სულ ეთერებიან, აი რაც შემოხვედით, მას მერე საჭველი რაც ამოიღო, იმის მერე სულ გადაიიღო. ოჯახის მიმართ, ხალხის მიმართ არა აქვს ეს აგრესია, კარგი სოციალიზაცია საჭიროა ძაღლის ბავშვებთან. ეს სოციალიზაცია ძალიან აუცილებელი რამეა, ხო, ძაღლისთვის? ძალიან. აი, ეგ ნაწილი არ უნდა გამოტოვო ძაღლის აღზრდისას. ისიც აიყვანე ლეკვი და ბავშვო თქვენ ახევრის 2 თვის ყველა აბსოლუტურად რიგრიგობით უნდა დაპატიჟო თქვენი მეგობრები, ისე გააცნო, იმიტომ რომ გაიზრდება ხო, რომ იცოდეს, რომ ეს ყველა თქვენიანი არის. ქალაქში უნდა გახვიდე შეყო წვირი კამერაში. ანუ სოციალიზაცია აუცილებელია, რომ ყველაფერი როგორც ბავშვს. ხო, აი დიდი ეზო გაქვს, აი დიდი ეზო გაქვს და გეზარება რომ გაიყვანო. და მე ჩვენიერ დღეს 1 წლის მერე შეიძლება ესდან გაიყვანო და ძალიან დაისტრესეს ზაღლი, ხო? გარემო იყოს მისთვის ახალი. როგორც ბავშვი, ხო? 5 წლის ბავშვი რომ პირველად გაიყვანო ქალაქში ან სადმე იმაში მუშტაიში წაიყვანო და პირველად რომ შეიძლება ტირილი დაიწყოს ნერვოზი და იგივე ზაღლი. იგივე ზუსტად ზაღლი. ზუსტად. არეტე. ერთი და იგივე. აი ვისთვის უნდა ავიყვანოთ როტვეილერი, რა საკმაყოფილებს პატრონისთვის ეს ზაღლი? ხო არიან რაღაცნაირი პრეტენზიული მყიდველები კლიენტები მინდა აი ეს და ეს. აი როტვეილერი რისთვის არის? ძალიან კარგი კომპანიონები არიან. ასევე არიან ძალიან კარგი მცველები და მოდარაჯეები ტერიტორიის კარგად დაცვა შეუძლებს. რა თქმა უნდა უკვე გემოვნების ამბავი არის. ვიო დაყირავეთ. ვის რა მოსწონს, როგორ მოსწონს, ახლა ზოგს უყვარს მაგალითად ესეთი მასიური და დიდი ძაღლები, მეც გვიждდები. სხვათა შორის ჩემთვის ერთ-ერთი ფავორიტი ჯიში არის, იმიტომ რომ ძალიან კარგად იწვრთნებიან, ძალიან ერთგული ტიპები არიან და ამასთან ერთად კიდევ არიან, მე მიყვარს ზოგადად დიდი ძაღლები. აჰა. იმედია ფაციკო არ უყურებს ეხა ამ გადაცემას რა. ფაციკოს ტელევიზორი არ აქვს. ხო, იმედია როგორ ხახშები დაწყება ეგ ჩვენი როტვეილერი. ხო, და რა თქმა უნდა გემოვნების ამბავია და ასევე ხასიათი. თუ რა მოგწონს, ხშირად ვარჩევთ ხოლმე რო თქვა. აი ამათ როგორი ხასიათი აქვს ადამიანები არჩევენ. ძალიან ისეთი დომინანტი ტიპები არიან, ძალიან ძლიერი და მტკიცე ხასიათი აქვთ და რა თქმა უნდა, აი როგორც ვიზუალი აქვს, ხასიათიც და ამბობენ რომ ბრძანებების რაოდენობა, თქვა, ესენი უფრო მეტ სწავლობენ, ვიდრე სხვა ჯიშის ზაღლები და გარდა ამისა, მე როგორც ვიცი, უსინათლო ადამიანებისთვის ყველაზე კარგი კომპანიონები ესენი არიან, შეიძლება ვწვდები. ლაბრადორები. ლაბრადორები? ესე ლაბრადორები. ანუ ფორმა და ზომა გავს ერთმანეთს და შემეშალა. ეს უფრო სხვა ეს სოციალიზაციაზე რო თქვით, ეხა ძალიან მომრავლ და ისეთი ადგილები, კაფეები, მაგრამ სადაც dog friendly აწერია. შეიძლება ზახთან ერთად იმოძრაო რა. ეს მომენტიც ხო რეალურად ეხა ჩვენი სტუმრები გადიან სოციალიზაციას აქ, იმიტომ რომ კამერები უცხო გარემო, უცხო ადამიანები სართულებზე ავედით, ჩამოვედით, კედლები სხვანაირია, განლაგება სხვანაირია და აი ზუსტად ეს არის რომ რა თქმა უნდა აქ უკვე ეთყობათ რომ პატრონი ძალიან ბევრს მუშაობს, ძალიან კარგად და აქტიურად არის ჩართული, იმიტომ რომ სხვანაირად ისე ადვილად შეეგუენ, ხო ეხა პრობლემა არ ქონიათ ზოგადად, ხო მე ფანჯრიდან უყურებდი როგორ გამოგყავდათ მანქანიდან და ეფა მოუწია, იმიტომ რომ დაუთქაცონ ეს თითქოს. არა, ეს ეხლა მანამდე როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ, ცოტა ეჭვიანობენ შენი მეგობრები რომ მოდიან და მათაც ესე კარგად ეკცევიან. ეს გამოვიდა შოკიდან და დაიწყო კითხვები. აი არასთან დაკავშირებით მაინტერესებს. შენი მეგობრებიც უყვარს თუ უნდათ რომ შენ მარტო მათთვის იყო და ეჭვიანობენ შენს მეგობრებს, ანა. ეჭვიანობენ ცხადიან ანუკა. ანა გიჯერებენ შენ რაღაც როევნები მოდი, წადი. კი შეუძლია ჩვენოს კიდევაც. რაღაცა ილეთები ეს ახლა ყველაფერი არ გამოიცხავს იმას, რომ ეზოში ვინმე რო გამოძრეს, იმას ძალიან ცუდი დღე დაადგება. ანუ თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, ეს არის უნიკალური ძაღლი არის, მაღალი ინტელექტით. კი, გაინტერესებს. ულამაზესია, რა ვიცი, ნუ არის ლამაზი ნამდვილი. მაგაზე არ შეგეგამათებით. კი, შეგიძლიათ სახშიც დივანზე და სვათ ძალიან კომფორტულად იქნება. არა, ნაკლებად. აბსოლუტურად. აცულა? ნუ ცოტა არის სეზონური როგორიც ყველას რა. როგორც
ნუ ეზოში თავისთავად ეზოში თუ ყავს როტველი არავინ ზედმეტი არ შემოვა ზედმეტს არ იკადებ რა რამე განსაკუთრებული ვარ ჭირდება აი რაღაცა ბავშვობიდანვე კინოლოგი საჭიროა ეხლა კიდევ ერთი რჩება თუ არასდროს არ ყავდათ თქვენი ძაღლი არ უნდა იყვანოთ როტველი პირველი იმიტომ გამოცდილება უნდა გქონდეთ ან ეგრევე კინოლოგი ეგრევე სკოლა ძალიან დიდ დრო ჭირდება ალბათ ეხლა ამის ლეკვი რო აიყვანო ძალიან დიდ დრო უნდა დაუთმო სავარაუდოდ რომ ესეთი ტიპი გახდეს რა არა მაგრამ უნდა დაუთმო ესე არა რომ სახში დივანზე და რაც უნდა თავისი რაღაცა საკეთებს დღეში რამოდენიმე წუთი ნახევარი საათი რა რეალურად სოფლის პროცესი ძალიან ცოტა ხანი გრძელდება აი მე როგორ დაწვანა კი ფეხები როგორ ამასაც ხომ მიღწევა უნდა რომ ერთმანეთთან მეგობრობდნენ კი რა თქმა უნდა კი ერთმანეთს არავინ არ არის ხო იდეაში არა დაძმა რამე არის გერმანელია ეს კაპიტანი მომავალი რამსებიან ვიდეო წყალი სამოედები რომ ყავს მამაშვილი არიან და ხოცავენ ერთმანეთს კი იქიდან ხო ეგრე როგორც ადამიანები ისე არიან ესენი ეგრეთ ნელა არა დრო აუცილებელი ნებისმიერ აი სტუმრად მოვედი თქვენთან მე სტუმრად მოვედი თქვენთან არეკეს არის და აი რა ხდება მე ჩემები ეზოში არის არა უნდა გააცნოთ ჩემი თავი თუ თვითონაც იციან ახან მოვედი და შეომიში უკვე კაი ტიპი ვარ თუ აი რაღაცა თუ თქვენ ღობის თუ მე გაგიღეთ გამარჯობა გითხრათ რა თქმა უნდა არანაირი პრობლემა არა არის ბევრი ხალხი ვინც არ დადის სტუმრად ვისაც იმათთან ვისაც აგერ ნანუკა არ დადიოდა მაგრამ სამყარომ და ღმერთმა ისე გააკეთა რომ მასთან მოდიან ნანუკას ნუ უყურებ რაჯიშის ძაღლი არ უნახი აქ რა ერთი ის დავჭა ბალაბაი დავჭა ერთი რა ხო მოუყურებ და ნატალია მინდა კითხოთ აი ბავშვებისთვის რა მნიშვნელობა აქვს ძაღლთან ერთად გაზრდას და აღზრდას გიждები ახლა რო უყურებ ბავშვისთვის ხო დიდი მნიშვნელობა აქვს ანუ რა სწავლობენ ამ ბევრ რაღაცას სწავლობენ პირველ რიგში მოხანა უნდა სიყვარულს მოვლას მომავალი დედიკო იცით როგორ უნდა გაზარდოს როგორ უნდა დავარცხნოს ნუ აი ბევრი რაღაც თან თერაპევტები არის თამაშობს თუ ძაღლს იმუნიტეტი ძალიან მაღლა იწევს როცა ბავშვებს შეხება ძაღლებთან ბევრად უფრო ჯანმრთელები არიან როგორც ჯანმრთელობის მხრივ ასევე რა თქმა უნდა ფსიქოლოგიურად ან როგორც ფიზიკურად ისე მენტალურად კი ესე გაიზარდნენ ხო ერთად სამივე ერთად გაიზარდა მოკლედ არ ვიცი მე კატოსანი ვარ ცნობილი კატები ძალიან მიყვარს თუმცა ამ ბოლო დროს ვამჩნევ მიდრეკილებას რომ მორიგჯერზე ძაღლი მივიყვანო სახში რომელსაც ჩემი კატა დაჩაგრაოს დათგუნავს მე იმ ძაღლს მივცე ვიღაცას მიეც ბავშვალი რომელს მოდი ჩემო პატარა გიაში გამიეც კარგი მიდი მოდი ეს დიაშიკებია დია და ესენი სამი მარტო დაასხას ყველა ძაღლს აქვს თავისი სუსტი წერტილი რაღაც ორგანო რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ამათ რა აქვთ ესეთი სისუსტე რადგან დიდი ჯიში ზაღლი არის კარგ თემას ვეხებით ხშირად არის ხოლმე რომ აწუხებ დისპლაზია აი ზუსტად ეხლა აი ზაღლებმა გაიარეს ნატასაღლებმა დისპლაზიის ტესტი და ოფიციალურად უკვე ეს ნუსხაში და საბუთში ჩაეწერებათ რომ ეზაღლები თავისუფალი არიან დისპლაზიიდან არიან ჯანმრთელები და ძალიან აუცილებელია და აბსოლუტურად ყველა ძაღლს უნდა გაუკეთდეს რომ რა თქმა უნდა შემდეგში მათ მომავალ თაობებს არ გადაეცეს რაიმე პრობლემა ერთ-ერთი ნუ ზოგადად ყველა დიდი ჯის ზაღლის პრობლემა არის ეს სახსრები რა თქმა უნდა სახსრებიც კი იმიტომ რომ გამიგია რომ დიდ ძაღლებს ხო იმიტომ რომ რა თქმა უნდა არასწორი დატვირთვით არასწორი ვარჯიშით ეხლა ამას წინათ ვლაპარაკობდით მეტად რომ ვიტამინების ჭირდება ხო ფიზიკური ვარჯიში ზოგს გონია ხშირად გვინახავს რომ მანქანით არ ბენინებენ და რაღაც 10-15-20 კილომეტრს მოტოციკლებზე ნახე სკუტერით მიყავდა ძაღლი რო ეხა აი კიდე ისე არის მე როგორც ვიცი აი ზედმეტად სითბოში რო ყავთ ხოლმე და მე გარეთ რო გადიან მაგ დროსაც ხო პრობლემა არის რა რაღაც ეხლა იყიდება რაღაცა რო ჩაუფენეს სახში და რო ცხელდება მე გავა და მაგრამ ზამთარს უნდა კონდეს ის თქვა თუ ეზოში ცხოვრობს სახში უნდა იყოს მაქსიმალურად ესე დაბალანსებული ტემპერატურა რომ პირობითად რაღაც 40 გრადუს სიცხიდან უცებ -8 გრადუსში არ აღმოჩნდეს ეს რა თქმა უნდა პრობლემა არის ძალიან დიდი კარგი იყო მოკლედ
ამათი სტუმრობა მართლა. ერთი დიდი ურთიერთობა არის ჩემთან. მართლა როგორი ურთიერთობა არის და გავგიჟდი რა, ესეთი რამე მართლა არ მინახავს. კი, ეს ჩემი ჭიქიდან ეტანება წყალს ასე ერთ დღეს გარისკავდა რაღაც დიდ კავკასიურ ნაგას მოიყვა. ნელა ბიჭო. ჩემს გვერდით, ჩემთან ხალხს აგურამოში დიდი ალაბაი 7 თვის. ერთხელ შენ უნდა მოგიყვანო პირადად ის რა. დიდი მადლობა. აი ამაზე ორჯერ დიდია. მე კიდე მოგიყვან მალინოას ჩემსას, რომელიც მარტო სეირნოს ბაგებში. შეთვის მოგიყვან იმ მალინოას. კარგი, წავედით მოკლედ. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მე ვიტყვი 2 სიტყვას, მე გემშვიდობით თუ რაღაც 5-6 წუთით და სპორტი იმედზე გადაცემა ვისაუბრებთ ქართული ფეხბურთის შესახებ. გია წეცაძე იქნება საფეხბურთო კლუბ რუსთავის მთავარი მწვრთნელი ჩვენი სტუმარი. დროებით. შემდეგ კვირამდე გემშვიდობებით. შაბათამდე. ყველას ჩვენი სათქმელი გქონდა და სამშვიდობო.